ამასობაში ისეთი ამბავი დატრიალდა, მე ძალზე გამაკვირვა. სტეპან ტროფიმოვიჩს კი თავზარი დასცა. დილის 8 საათზე ნასტასია მოვარდა ჩემთან, არიქა ბატონი გაჩხრიკესო. ჯერ ვერაფერი გავიგე. შემდეგ ძლივს გავარკვიე, რომ მოხელეები მოსულიყვნენ გასაჩხრეკად. ნაწერები ჩამოერთმიათ, ჯარისკაცს ის ნაწერები ფუთად შეეკრა და ეგრეთ წოდებული ურიკით წაერიხინებინა. ამ დაუჯერებელი ამბის გაგონებაზე უმალ სტეპან ტროფიმოვიჩთან გავქანდი. მე ის საკვირველ გუნებაზე დამხვდა. ხომ აღელვებული და აფორიაქებული იყო, მაგრამ ამასთან თითქოს გამარჯვებული სახეც ჰქონდა. შუა ოთახში სამოვარი თუხთუხებდა მაგიდაზე. ჭიქაში დასხმული ჩაი ხელუხლებელი იდგა. სტეპან ტროფიმოვიჩი ოთახში უაზროდ დაბორიალებდა. ჩვეულებისებრ წითელი ფუფაიკა ეცვა, მაგრამ ჩემ დანახვაზე საჩქაროდ ჟილეტი და სერთო კი ჩაიცვა. ეს კი თავის დღეში არ ოქნია, როცა ახლობლები ამ ფუფაიკის ამარას შევისწრებდით, მაშინვე მხურვალე გრძნობით ჩამომართვა ხელი. ძლივს არ ვეღირს, მეგობარს. შეხ, მხოლოდ თქვენ შემოგითვალეთ, სხვა არავინ იცის. ნასტასიამ უნდა უთხრა კარი ჩაკეტოს და არავინ შემოუშვას. ცხადია, იმათ გარდა ვუკომხონე? ანუ გამიგეთ? მითხრა და შეშფოთებით მომაჩერდა, რას მოტყვისო. მე რასაკვირველია, მაშინვე გამოვკითხე ყველაფერი. მისი უთავბოლო ნაწყვეტი, მოკიბული მონაყოლიდან ძლივს დავადგინე, რომ დილის 7 საათზე, ასე ვთქვათ, უეცრად გუბერნიის მოხელე დასდგომოდა თავზე. უკაცრავად მისი სახელი აღარ მახსოვს. აქაური არ არის. ლემკეს ჩამოყვანილი უნდა იყოს. რაღაც ლენჩი გამომეტყველება აქვს. გერმანელს ჩამოჰგავს. როზენტალი ქვია. ბლუმი ხომ არა? დიახ, ბლუმი. სწორედ ეს გვარი მითხრა. ვულეკონსე? ანუ იცნობთ კი? ძალიან შტერი და გაბღენზილი მეჩვენა, თუმცა გოროზობა და მედიდურობა არ მაგლია. პოლიციის მოხელეს გავს სხვაზე დაქვემდებარებულს. ამაში არ შევცდები. მე მეძინა. წარმოიდგინეთ, მთხოვა წიგნები და ხელნაწერები, ასე ვთქვათ, მაჩვენეთო. ხო, მახსოვს, სწორედ ასე თქვა. მე ხელი არ მახლო, წიგნები კი წაიღო. განზე იდგა. მოსვლის მიზანი ისეთი სახით ამიხსნა, თითქოს მე ერთი სიტყვით თითქოს ეგონა მყისვე ვეცემი და მუშტებს დაუშენ. ასე იცის ამ პატარა ხალხმა, როცა რიგიან ადამიანთან აქვთ საქმე, რა თქმა უნდა უმალ ყველაფერს მივხვდი. აგერ 20 წელია ველოდი ამას. გამოვუღე უჯრები და მივეცი გასაღებები. ჩემი ხელით მივეცი. ჩემი ხელით მივართვი ყველაფერი. დინჯად და ღირსებით მეჭირა თავი. ერთი ცალი ყდაში ჩასმული, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული კოლოკოლი, ჩემი პოემის 4-ვე ხელნაწერი, მეტი არაფერი. შემდეგ ქაღალდები და წერილები.
რამდენიმე ჩემი ისტორიული, კრიტიკული და პოლიტიკური ჩანაწერიც. ყველა მოხვედა. ნასტასია ამბობს ჯარისკაცმა ურიკაზე დადო და წინ საფარი გადააფარაო. დიახ, სწორედ წინ საფარი. ეს იყო პირწმინდა ბოდვა. აბა ვინ რას გაიგებდა აქედან? მე ისევ კითხვები დავაყარე. ბლუმი მარტო იყო თუ არა? ვის სახელით მოვიდა? რა უფლებით? როგორ გაბედა? რითი ახსნა? მარტო იყო. სულ მარტო, თუმცა არა, კიდევ იდგა ვიღაცა დერეფანში. ხო, გამახსენდა. თანაც გონი კიდევ ერთი სხვაც იყო. წინკარში კი ყარაული იდგა. ნასტასიას უნდა ვკითხოთ, მაგრამ ეს ამბები უკეთ იცის. მე იცით, აღელვებული გახდით. ილაპარაკა, ძალიან ბევრი ილაპარაკა. თუმცა არა, მას ბევრი არ ულაპარაკია, ბევრი მე ვილაპარაკე. მთელი ჩემი ცხოვრება უამბეთ. ცხადია, ჩემი ცხოვრების მხოლოდ ეს მხარე. მე ძალზე აღელვებული გახდით, მაგრამ მერწმუნეთ ღირსება არ დამიკარგავს. თუმცა მგონი ავტირდი. ურიკა აქვე მედუქნისგან წამოეღოთ. ღმერთო ჩემო, ეს როგორ მოხდა? ღვთის გულისათვის დაწვრილებით მიამბეთ, სტეპან ტროფიმოვიჩ, თქვენი მონაყოლის სიზმარი ეგონება კაცს. ღმერთ სიზმარში მგონია თავი. იცით, ტელიატნიკოვის გვარი ახსენა. ჩემი აზრით, სწორედ ის სიმალებოდა დერეფანში. გამახსენდა, თქვა, პროკურორს მიმართეთო, მგონი დმიტრი მიტრიჩზე მითხრა. მას ჩემი სხვათა შორის 15 რუბლი მართებს. კარტში მოუგე. ერთი სიტყვით კარგად ვერ გავიგე, მაგრამ ეგენი რას მომატყუებენ ჭკუაში დმიტრი მიტრიჩთან მე რა საქმე მაქვს? მგონი ძალიან შევეხვეწე, არ გაემხილა. ძალიან შევეხვეწე, მგონი თავიც კი დავიმცირე. და თქვენ როგორ გონიათ? ბოლოს დამეთახმა. გამახსენდა, თვითონვე მთხოვა. უკეთესი იქნება, თუ არ გაამხელთ, ჩვენ მხოლოდ, ასე ვთქვათ, სანახავად მოვედით. სხვა არაფერიო. სხვა სრულიად არაფერიო. თუ ვერაფერი ვნახეთ, არც არაფერი იქნებაო. ბოლოს მეგობრულადაც დავშორდით. დიახ, მეგობრულად. მე სავსებით კმაყოფილი დავრჩი. რას ამბობთ, სტეპან ტროფიმოვიჩ? მაგაც სწორი გზა ურჩევია თქვენთვის. მსგავს შემთხვევებში მუდამ ასეთი წესი და გარანტია ამიღებული. უარი როგორ უთხარით? შევძახია შფოთებულმა. არა, მე ასე უგარანტიოდ მირჩევნია, რა საჭიროა აურზაურისად ხა? ჯერჯერობით მეგობრულად სჯობს. ხომ იცით, ჩვენს ქალაქში თუ გაიგეს, შემიმტრები. ან მაგ პროკურორთან რამე საქმეა, მაგ ჩვენს ღორ პროკურორთან. ეგ არ იყო ორჯერ უზრდელად რომ მომექცა და ეგ არ იყო შარშან გემოზე რომ მიბეგვეს, როცა იმ მომხიბლავ ბუდუარში შეისწრეს. თანაც ჩემო მეგობარო, ნუ მე დავები და სულ ნუ მიბნევთ თავგზას, ძალიან გთხოვთ. იმაზე აუტანელი არაფერია, როცა გაუბედურებულ კაცს ასი მეგობარი დაადგება თავზე და ჩაშიჭინებს, ბრიყულად მოიქეციო. დაბრძანდით და ჩაიდალიეთ. გამოგიტყდებით, ძალიან დავიღალე. რას მირჩევთ? ვითომ არა ჯობს მივწვე და თავზე ძმრიანი ტილო დავიდო?
აუცილებლად. ყინულიც არ გაწყენთ. ძალიან შეწუხებული ჩანხართ. ფერი არ გადებთ და ხელები გიგანკალებთ. დაწექით, დაისვენეთ და მერე მიამბეთ. მეგვერდზე მოგიჯდებით და მოვიცდი. სტეპან ტროფიმოვიჩი მაინც შეყოყმანდა, მაგრამ მე აღარ მოვეშვი. ნასტასიამ ფინჯნით ძმარი შემოიტანა, მე ტილო დავასველე და შუბლზე დავადე. შემდეგ ნასტასია სკამზე აძვრა, რათა ხატის წინ კანდელი დაენთო. გამიკვირდა ეს ამბავი, იმით უმეტეს რომ არც კანდელი მენახა წინათ მასთან. სტეპან ტროფიმოვიჩმა ეშმაკურად შემომხედა. მათი წასვლისთანავე შემოვატანინე წეღან. კაცს რომ შინ ასეთი რაღაცები გაქვს და დასაჭერად მოგადგებია. ეს კარგ შთაბეჭდილებას ახდენს. ხომ უნდა მოახსენონ რაც ნახეს. ნასტასიამ კანდელი დაანთო, კარს მიეყუდა, მარჯვენა ხელი ლოყაზე მიიდო და დამწუხრებული სახით მიაჩერდა თავის ბატონს. რამე მოიგონეთ და აქედან მომაშორეთ. თავი გაიქნია მისკენ სტეპან ტროფიმოვიჩმა. ვერ ამიტანია ეს რუსული გულშემატკივრობა. გულს მიწყალებს პირდაპირ. თუმცა ნასტასია თავისით წავიდა. შევამჩნიე სტეპან ტროფიმოვიჩს სულ კარისკენ ეჭირა თვალი და შემოსასვლელში ყოველ ფაჩუმს აყურადებდა. ეცი, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, შემომხედა მრავლის მეტყველად. ყოველ წუთსა და წამს მოვლენ, წაგიყვანენ და მორჩა. გაქრები კაცი, ღმერთო ჩემო, ვინ მოვა, ვინ წაგიყვანთ? იცი ჩემო ძვირფასო, მე პირდაპირ ვკითხე, რას მიპირებთ მეთქი? ბარემ ისიც გეკითხათ, სად მასახლებ თქო, შევყვირია ხშფოთებულმა. მაგაზრით კითხე სწორედ, მაგრამ წავიდა და პასუხი არ გამცა. თქვენ იცით, საცვლები, ტანსაცმელი, განსაკუთრებით თბილები თუ თვითონ გითხრეს წამოიღეო, ხომ კარგი, მაგრამ შეიძლება ფარაჯითაც გაგზავნონ, ხო და 35 რუბლი. დაუწია უცებ ხმას და იმ კარისკენ გააპარა თვალი, რომელშიც ნასტასია გავიდა. ჩუმად ჩავაკვეხე ჟილეტის ჯიბის ნახრეთში. აი მოსინჯეთ? არა მგონია ჟილეტი გამხადონ. თვალის ასახვევად კი პორტმანში 7 რუბლი ჩავდე. თითქოს და მეტი არ გამაჩნია თქო. იცით, რაც ხურდა ფული მედომაგიდაზე? ასე რომ ვერ მიხვდებიან. თუ ფული დამალული მაქვს, იფიქრებენ მეტი არა აქვსო. მე ერთმა იცის სად დღეს სად მომიხდება ღამის გათევა. თავი ჩავღუნე ამ გონურების გაგონებაზე. სად გაგონილა? კაცი ისე დაიჭირონ ან გაჩხრიკონ, როგორც ისყვებოდა. ცხადია ურევდა რაღაცას. მართალია ახლანდელი კანონები მაშინ არ იყო გამოსული. ისიც მართალია უფრო სწორ გზას თავაზობდნენ მისივე თქმით. მაგრამ ჭკუაში მოატყუა და უარი თქვა. ერასაკვირველია, წინათ, ანუ არც ისე ადრე გუბერნატორს ყველაფერი შეეძლო, თუ უკიდურესი შემთხვევა იქნებოდა. მაგრამ აქ რა უკიდურესი შემთხვევა იყო? აი რა მიბნევდა გზაკვალს. ალბათ პეტერბურგიდან იყო დეპეშა, წამოსცდა უცებ სტეპან ტროფიმოვიჩს. დეპეშა? თქვენზე? გერცენის წიგნზე და თქვენი პოემის გულისთვის გაგიჟდით? როდის იყო ამაზე იჭერდნენ კაცს? მე მართლა მომივიდა გული. სტეპან ტროფიმოვიჩიც თავის მხრივ გააცხარა და გაიბუსა. მაგრამ ამ ჩემს ყვირილზე კი არა, ის როგორ ვიფიქრე, დასაჭერი მიზეზი არაფერი აქვსო. ინიცის, რისთვის შეიძლება დაიჭირონ კაცი ამ ჩვენს დროში? რაღაც უცნაურად წაილაპარაკა მან.
უცებ ერთმა უგუნურმა აზრმა გამკრა თავში და შევძახე სტეპან ტროფიმოვიჩ ღმთის გულისათვის როგორც მეგობარს, როგორც ჭეშმარიტ მეგობარს მართალი მითხარით, ხომ იცით არავის ვეტყვი? ეკუთვნით თუ არა რომელიმე ფარულ საზოგადოებას? ჩემ დაგასაკვირად გადაჭრილი პასუხი ვერც ამაზე მომცა. თვითონაც ვერ გარკვეულიყო ამაში. თქვენ იცით გააჩნია ვინ რა თვალით შეხედავს? როგორ თუ რა თვალით? როცა კაცი მთელი სული და გულით პროგრესისკენ ილტვი, ყველაფერს უნდა მოელოდე. რა იცი? გონია არ ეკუთვნი, მაგრამ გაიხედავდა თურმე ეკუთვნი რაღაცას. ეგრა პასუხია თქვით, ხო თუ არა? ეს პეტერბურგში დაიწყო. მაშინ ჩვენ ჟურნალის დაარსება გვინდოდა. აი რა იყო მიზეზი, მაგრამ დროზე გამოვასწარი და დაგვივიწყეს. ახლა კი გავახსენდით. შეღანა არ იცით ჩვენში როგორც ხდება? წაგიყვანენ კიბიტში, ანუ დახურულ ჩარდახიან ნეტლში, ჩაქსვამენ და ჰაიდა ციმბირში გიკრავენ თავს სამუდამოდ. არადა სატუსაღოში გამოგალბობენ. აღმოხდა მწარედ და უცებ დუღარეთ სრემლი წასკდა. სახეზე წითელი ფულარის, ანუ ერთგვარი მსუბუქი რბილი აბრეშუმის ქსოვილის ფირცხვირსახოცი მიიფარა და მთელი 5 წუთი გულა მოსკვნილი ზლუქუნებდა. ამის დანახვაზე მთელ სხეულში გამაშხოჭროლა. ეს კაცი, ვინც მთელი 20 წელიწადი ჩვენი მქადაგებელი, მოძღვარი და პატრიარქი იყო, ეს ჩვენი კუკოლნიკი, ვისაც მუდამ ასე მაღლა, ასე მედიდურად ეჭირა თავი, ვისაც სულით და გულით ვეთაყვანებოდი და დიდ პატივადაც მიგვაჩნდა, ეს ახლა ბალღივით ლუქუნებდა, რომელსაც მასწავლებელი ცელქობისთვის კაცკეპლით დაემუქრა და ახაცკეპლის მოსატანად წავიდა. შემებრალა, ძალიან შემებრალა. ეთყობა მართლა სჯეროდა კიბიტში ჩასვლის ამბავი. სჯეროდა ისევე როგორც ის, რომ მევიჯექი მის გვერდით და ელოდა სწორედ დღეს ამ დილას ამ წუთს მოადგებოდნენ და წაიყვანდნენ. და ისიც რისთვის? გერცენის თხზულებების და რაღაც თავისი პოემის გულისთვის. ცხოვრების ასეთი სრული უცოდინარობა გულსაც ჩაგითუთხავდა და ზიზღსაც მოგგვირდა. როდის შეწყვიტა ტირილი, წამოდგა და ისევ ბოლთის ცემას მოჰყვა ოთახში. ეს კია თვალი მაინც ფანჯრისკენ ეჭირა და ყური შემოსასვლელისკენ. ხმაური ხომ არაფერი ისმისო. ჩვენი საუბარი ასევე უთავბოლოდ გრძელდებოდა. ბევრი ვარწმუნე და ვეჩიჩინე, მაგრამ გაგიგონია, ვითომც კედლისთვის ცერცვის შემეყაროს. ყურს თითქმის არ მიგდებდა. მაგრამ ძალიან კი უნდა და მე ნუ გეშებინა. შევატყვე, უჩემოდ ახლა ვეღარ გაძლებდა და არაფრის დიდებით არ გამიშვებდა შინ. მეც 2 საათზე მეთხანს დავყავი მასთან. ამ ლაპარაკში გაახსენდა, რომ ბლუმს 2 პროკლამაციაც ენახა და თან წაეღო. პროკლამაციებიო. თქვენ ხომ არ სულელურად გადაბიქანდა გული. 10 ცალი მომიგდეს, მაგრამ 8 უკვე გავასახე. ბლუმმა მხოლოდ 2 მინახა. მიპასუხა ყოყმანი და უცებ აღშფოთების განსახე აელანძა. იგი ხან წყრომი და ქედმაღლურად მელაპარაკებოდა, ხან კი საწყლად და დამცირებულად. ერთ დაფაზე როგორ მაყენებთ იმ კაცუნებთან? როგორ იფიქრეთ, რომ იმ გაიძვერებს, იმ პროკლამაციების მფანტველებს, იმ ჩემ ძვირფას ვაჟს, პიოტრ სტეპანოვიჩს დაუამხანაგდებოდი, იმ უნამუსობის მქადაგებლებს? ვაი, ჩემი ცოდვა. სხვა ვინმეში ხომ არ აერიეთ, თუმცა სისულელეს ვამბობ. სავევუ, ანუ იცი რა, წამოსდა უცებ. ხანდახან
მეშინია რაღაც უბედურება არ ავტეხო. ნუ წახვალთ, მარტო ნუ დამტოვებთ. ვგრძნობ ჩემი ცხოვრება დღეს დასრულდა. იცი? იქნებ ვეცე და იმ პორუჩიკივით მართლა დავკბინო ვიღაც. სტეპან ტროფიმოვიჩმა ისე უცნაურად შემომხედა, მის თვალებში თითქოს შიში და ჩემი დაშინების სურვილიც ამოვიკითხე. მართლაც? თანდათან უფრო ერეოდა ბრაზი, რაც დრო გადიოდა და კიბიტი არ ჩანდა. ამასობაში ნასტასიას დაშირვებოდა რაღაც და შესასვლელში გამოსულიყო. იქ კი საკიდარს წამოედო და წაქცია. ამ ხმაურზე სტეპან ტროფიმოვიჩს კანკალი აუვარდა და მკვდრისფერი დაედო. მაგრამ მიზეზი რომ გამოირკვა, ერთი ამბავი დააწია ნასტასიას და სულ ფეხების ბაკუნით გააგდო სამზარეულოში. ერთი წუთის შემდეგ კი გვერდით დამიჯდა და საცოდავად შემომჩივლა. დავიღუპე, შეხ გეფიცებით ციმბირისა არ მეშინია. ჟე ვჟუღ გეფიცებით. თვალზე ცრემლიც მოადგა. მე სულ სხვა რამ მაშინებს. სახეზე შევატყვე, რაღაც დიდი საიდუმლოს გამხელა უნდოდა ჩემთვის, რასაც მაშასა და მე აქამდე მიმალავდა. მე სირცხვილი მკლავს, წამჩურჩულა იდუმალი ხმით. რა სირცხვილი? პირიქით, სტეპან ტროფიმოვიჩ, მერწმუნეთ, დღესვე გაირკვევა ყველაფერი და თქვენ სასარგებლო დასრულდება. მართლა გწამთ, რომ მაპატიებენ? ასე ვთქვათ, საპატიებელი რა გაქვთ და რა სიტყვებს იცახით, ისეთი რა ჩაიდინეთ, მერწმუნე თქვენ არაფერი ჩაგიდენიათ. კონსავევუ, თქვენ რა იცით? მთელი ჩემი ცხოვრება, შეხ, ეგენი ყველაფერს გამიხსენებენ. ხოლო თუ ვერაფერი აღმოაჩინეს, მით უარესი ჩემთვის და აყოლა მოულოდნელად. რატომ მით უარესი? კი, მით უარესი. არაფერი მესმის. მეგობარო, თუ მართლა დაღუპვა და პატივის საყრამელის სულ ერთი არ არის, ციმბირში მიკრავენ თავს თუ არხანგელსკში, მაგრამ მე სხვა მაშინებს, ისევ ჩურჩული, ისევ შეშინებული და იდუმალი გავუმეტყველება. რა გაშინებთ მაინც? გამსკეპლავენ, ამოღერღა ბოლოს და უსასოდ შემომაჩერდა. ვინ გაგსკეპლავთ? სად? რისთვის? მივაძახე გულგახეთქილმა ჭკვიდან ხوار შეიშალა მეთქი. სად და იქ, სადაც ეს ამბები ხდება. ხოდა სად ხდება? შეხ, ყურთან მომიტანასახე. უცებ შენ ფეხ ქვეშ გაირღვევა იატაკი. ჩავარდები შიგ და ეს ამბები ყველა მიცის. ზღაპრებია, მივხვდი უცებ და სიცილი წამსკდა. ძველი ზღაპრები ნედა თუ მართლა გჯეროდათ აქამდე? ზღაპრებიო? ტყუილად კი არ გავცელდებოდა ეს ზღაპრები. გაწკეპლილი არ იტყვის. 10,000 ჯერ მაინც მაქვს წარმოდგენილი ეს სურათი. მაგრამ თქვენ რატომ? რისი გულისთვის? ხომ არაფერი ჩაგიდენიათ? მით უარესი. ნახავენ, რომ არაფერი ჩამიდენია და გამწკეპლავენ. და თქვენს გჯერათ პეტერბურგში მაგისთვის წაგიყვანენ? ჩემო მეგობარო, უკვე ვთქვი, აღარაფერზე მწყდება მეთქი გული. ჩემი ამბავი დასრულდა იმ წუთიდან, რაც სკვორეშნიკში გამომეთხოვა. ცხოვრებამ ჩემთვის აზრი დაკარგა. მაგრამ სირცხვილს რა უყო? ის რა სიტყვის რომ გაიგებს? შემომხედა საწყალმა სასოწარკვეთით და გაწითლდა. გე დიღატელ. მეც თავი დავხარე.
არაფერსაც არ გაიგებს და არც არაფერი მოგივათ. ისე მაგვირებთ ამ დილას სტეპან ტროფიმოვიჩ, ასე მგონია დღეს პირველად გხედავთ მეთქი. ჩემო მეგობარო, განა ეს შიშია, მაგრამ რომ მაპატიონ, რომ ისევ აქ ჩამომიყვანონ და არაფერი დამმართონ, მაშინ ხომ თლა დავიღუპე კაცი. მთელი სიცოცხლე ეჭვი ექნებათ ჩემზე. დიახ, ჩემზე, პოეტსა და მოაზროვნეზე, ვისაც 22 წელი ეთაყვანებოდა. თავშიც არ მოუვა, წაიჩურჩულა ღრმარწმენით. ჩვენ ერთხელ გვისაუბრია ამაზე დიდ მარხვის დროს, პეტერბურგში, გამომგზავრების წინ, როცა ორივეს გური გვიკანკალებდა. მთელი სიცოცხლე ეჭვი ექნება ჩემზე. დიახ, ან როგორ გადავარწმუნო? წარმოუდგენელი ამბავია. ან ამ უბადრუგ ქალაქში ვის დააჯერებ? ახლა ეს დაუჯერებელია. არიცით ქალების ამბავი. გაუხარდება კიდეც, როგორც ჭეშმარიტ მეგობარს კი ძალიან ეწყინება, მაგრამ გულში კი გაუხარდება. ჩემი ყელის გამოსაჭრელ დანას მევე მივცემ ხელში. ჩემ ცხოვრებას რაღა აზრი აქვს. 20 წელიწადი ბედნიერი იყო კაცი და ოცებ ასეთი რამ გამოგიტყვრეს. მან სახეზე ხელები აიფარა. სტეპან ტროფიმოვიჩ, არა ჟობს ახლავე შევატყობინოთ ვარვარა პეტროვნას რაც მოხდა? შევთავაზე მე. სტეპან ტროფიმოვიჩი შეკრდა და დივანიდან წამოხდა. ღმერთმა დაბიფაროს. იმის შემდეგ, რაც სკვორეშნიკში დამშვიდობებისას მითხრა? არამც და არამც. არასოდეს. სტეპან ტროფიმოვიჩ თვალები აუბრიალდა. ასევე შედით მგონი საათზე მეტი და სულ რაღაცას ველოდით. სტეპან ტროფიმოვიჩი ისევ მისვა, თვალებიც კი დაახუჭა, ვიფიქრე ალბათ წათვლი მეთქი. უცებ წამოხდა, პირსახოცი ჩამოგლიჯა, სარკეს მივარდა, ხელების კანკალით გაინასკვა ალსტუხიდან ანასტასიას დაუღრიალა, პალტო, ახალი ქუდი და ჯოხი გამომიტანეო. მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, ხმა უწყდებოდა ლაპარაკისას. არ შემიძლია, არა. ჩემი ფეხით მივალ. საათ წამოვხდი მეც. ლემკესთან შეღასე უნდა მოვიქცე, მოვალე ვარ, ასე მოვიქცე, მე მოქალაქე ვარ, ადამიანი და არა მაგათი ნაფოტი. მეც მაქვს მოქალაქეობრივი უფლებანი და მოვითხოვ კიდეც ამ უფლებებს. 20 წელიწადია ხმა არა მომიღია ამაზე. მთელი სიცოცხლე სულელურად უგულვებელყოფდი შემსუფლებებს. მაგრამ ახლა კი მოვითხოვ. და ყველაფერი მითხრას, რომ დეპეშა მიიღო. რა უფლება აქვს ასე მაწამოს? თუ დამნაშავე ვარ, დამიჭიროს და მორჩეს, ყვიროდა მორეული და ფეხებს აფაკუნებდა. ეგ კარგი აზრია, უთხარი, რაც შეიძლება დინჯად, თუმცა გული მიკანკალებდა. აქ ჩდომას და გულის გაწყალებას მართლაც ასიაჯობებს, მაგრამ ეგ თქვენი განწყობა კი არ მომწონს. აბა, როგორ წახვალთ, რა სახე გაქვთ? ლემპკესთან თავი ღირსებითა და დინჯად უნდა გეჭიროთ. ვინც ის მართლა ეცეთ დაუკბინოთ ვინმეს? მე ჩემი ფეხით მივალ. ლომს პირდაპირ ხახაში შეუვარდები. მეც გამოყვებით. თქვენ განსხვას არც მოველოდი. ყაბულს ვარ მაგ ჭეშმარიტად მეგობრულ მსხვერპლზე? ოღონდ სახლამდე, მხოლოდ სახლამდე. აღარ მინდა ჩემი ამ ხანაგობით ამიერიდან ჩრდილი მოგაყენოთ. მე რწმუნეთ არ ავღილდები. მე ვგრძნობ ამ წუთის სიდიადეს. მე ვგრძნობ რა წმინდათა წმინდა უნდა დავიცვა. მე გავაწყვეტინე. იქნებ სახშიც შემოყვეთ. გუშინ შემომითვალეს მაგათი სულელური კომიტეტიდან ვისოცკის პირით, რომ ხვალინდელზე იმზე მიწვევენ წესრიგის გამრიგად, თუ არ ვიცი რასაც ეძახიან, ერთი სიტყვით
მეც იმ 6 ყმაწვილთა რიცხვში უნდა ვიყო, ვინც ლანგრების შემოტანაზე დაიჭერს თვალს. მანდილოსნებს მოემსახურება, სტუმრებს თავის ადგილზე მიაბრძანებს და მარცხენა მხარი თეთრი და წითელი ბაფთით ექნება დამშვენებული. მინდოდა უარი მეთქვა, ხოდა მოვიმიზეზებ, იულია მიხაილოვნას უნდა მოელაპარაკო მეთქი და შემოყვებით. სტეპან ტროფიმოვიჩი მის მენდა და თავს მიქნებდა, თუმცა არ მგონია რამე გაეგო, ცხობლზე ვიდექით. შეხ, გაიწვინა ხელი ლამპრისკენ. შეხ, მეს არასოდეს მწამდა, მაგრამ დე ეგრე იყოს, მან ბირჯვარი გადაიწერა. ალო, წავიდეთ. ასე აჯობებს. ვიფიქრე, როცა პარმახზე გავედით. სუფთა ჰაერზე დავწყნარდებით, შინ მოვბრუნდებით და არხეინად დავიცინებთ. მაგრამ კაცი ვჭობდა და ღმერთი იცინოდაო, გზაში ისეთი ამბავი გადაგხვდა, ისედაც შეძრწუნებულ სტეპან ტროფიმოვიჩს უარესი მეხი დასცა და გადაწყვეტილება უფრო განომტკიცა. გამოგიტყდებით და არც მოველოდი, თუ ასეთ სიყოჩაღეს გამოიჩენდა, რაც სიმდილას გამოიჩინა. ჩემი საწყალი, ჩემი კეთილი მეგობარი. მართლაც საკვირველი ამბავი გადაგხვდა გზაში. მაგრამ ჯობს ყველაფერი თანმიმდევრობით გადმოგცეთ. 1 საათით ადრე, ვიდრე მე და სტეპან ტროფიმოვიჩი გარეთ გამოვიდოდით. ქალაქის ქუჩებში მრავალმაცნობის მოყვარე თვალმა ხალხის ბრბო შეამჩნია. შპიგულინების ქარხნის მუშებისგან შემდგარი ასე 70 კაციანი ჯგუფი, რომლის წევრებიც დინჯად თითქმის უხმოდ საგანგებო წესრიგით მოაბიჯებდნენ. როგორც შემდეგ ამტკიცებდნენ, ისინი თურმე ქარხნის მუშებს, შპიგულინებს 900-მდე ჰყავდათ. ამოერჩიათ, რათა გუბერნატორს ხლებოდნენ და რა კი ქარხნის პატრონები აქ არ იყვნენ, მისთვის შეეჩივლათ მართველმა ქარხნის დახურვისას ანგარიშში უტიფრად მოგვატყუაო. ეს ფაქტი ახლა ყოველ ეჭვგარეშე გახლავთ. სხვები დღემდე უარყოფენ ამ ამორჩევის ამბავს და ამტკიცებენ, 70 კაცის არჩევა ვის გაუგია. უბრალოდ ყველაზე უფრო დაჩაგრულებმა მოიყარეს თავი და მხოლოდ საკუთარი გაჭირვების საჩივლელად იახნენ. ქარხნის მუშათა საერთო ეგრეთ წოდებულ ამბოხს, როგორც შემდგომ მოინათლა, ადგილი სულაც არ ქონიაო. მესამენი თავდადებით ირწმუნებიან, ეს 70 კაცი ნამდვილად პოლიტიკური მეამბოხე იყო, რომელთაც რაღაც ფურცლები შეუყარეს და ისედაც თავზე ხელაღებული ხალხი სულ გააგიჟესონ. მოკლედ დღემდე არავინ იცის, ადგილი ქონდა თუ არა აქ ვისიმე გავლენას ანწაკეზებას. მე კი მგონია, ეს შეყრილი ფურცლები მუშებს სულაც არ წაუკითხავთ. ხოლო რომ წაეკითხათ, ერთ სიტყვასაც ვერ გაიგებდნენ, კიდაც იმიტომ რომ ამის დამწერნი ფრიად ბუნდოვნა და გაუგებრად წერენ. თუმცა თავიანთ ძრახვებს მოურიდებლად ამშხავნებენ. ხო და რაგი მუშები მართლაც დიდ გაჭირვებაში იყვნენ და რაგი პოლიციამაც არინება დახმარება, რა გასაკვირია ეფიქრათ ყველაფერს აჯობებს, ასე ვთქვათ, პირადად გენერალს ვიახლოთ, მის პარმახთან ჩავმწკრინდეთ და ერთს გამობრძანდება მუხლებზე დავემხოთ და ისე შევღაღადოთ, თითქოს მაღალი ღმერთიაო. ჩემი აზრით, ეს არც ამბოხი იყო და არც ამორჩეულთა წარგზავნა. ეს გახდა ძველთაგანვე ნაცადი ისტორიული ხერხი. რუს ხალხს ათა ბაბადან უყვარდა პირადად გენერალთან ლაპარაკი და რა შედეგიც უნდა მოყოლოდა სიამოვნებას მაინც გვრიდა. ამიტომაც მწამსდა ბეჯითებით, რომ თუ მართლა დაძვრებოდნენ მუშებში პეტრ სტეპანოვიჩი, ლიპუტინი და თუნდაც ფეცკა, ამ გარემოებაზე კი საკმაოდ ბევრი რამ მიუთითებს. თუ მართლა ელაპარაკებოდნენ, არ მგონია 2-3 დიდი 5 კაცთან ელაპარაკათ, ისიც მხოლოდ ნიადაგის მოსასინჯად და თანაც ყოვლად უშედეგოდ. რაც შეეხება ამბოხს,
თუ მართლა გაიგეს მუშებმა რამე მათი პროპაგანდიდან, ალბათ მაშინვე ერთი ყურიდან მეორეში გაუშვეს, როგორც სულელური და მათთვის შეუფერებელი რამ. ფეჩკაზე ამას ვერ ვიტყვი. მას, გონი, პიოტრ სტეპანოვიჩზე უფრო გაუმართლა ბედმა, როგორც ახლა გამოირკვა, 3 დღის შემდეგ ქალაქში გაჩენილ ხანძარში ფეჩკასთან ერთად მართლაც 2 მუშას მიუღია მონაწილეობა. 1 თვის შემდეგ კი კიდევ 3 ყოფილი მუშა დაიჭირეს მაზრაში, რომელთაც აგრეთვე ცეცხლის წაკიდება და ძარცვა ბრალდებოდათ. მაგრამ თუ ფეჩკამ მართლა მოახერხა მათი შეგულიანება მისთანა საქმეზე, ამ 5 კაცის მეტი მაინც ვერავინ გადაიბირა. რამე თუ სხვებზე მსგავსი ხმა არ გამოსულა. ასე იყო თუ ისე, მუშების ბრბომ მართლაც მიაღწია გუბერნატორის სახლამდე და დინჯად უხმოდ ჩამწკრივდა მოედანზე. შემდეგ დააღეს პირი და გუბერნატორის მოლოდინში პარმახს მიაჩერდნენ. როგორც მითხრეს, ქუდები მაშინვე მოიშვლიპეს. იქნებ გუბერნიის ბატონ პატრონის გამოჩენამდე 9 საათით ადრე, რომელიც თითქოს და განზრახ იმ წუთას შინარ ბრძანდებოდა. პოლიციელები უმალ იქ დაერჭნენ. ჯერ თითო ოროლა გამოჩნდა, შემდეგ რაც შეიძლება მეტი კომპლექტით. თავდაპირველად მრისხანედ მოითხოვეს დაიშალეთო, მაგრამ მუშებმა ღობეს მიტანებულ ფარასავით ჯიუტად არ მოიცვალეს ფეხი და ლაკონიურად უპასუხეს, პირადად გენერალთან გვაქვს საქმეო. ეთყობა მტკიცე გადაწყვეტილება მიეღოთ. არაბუნებრივი ღრიალი შეწყდა. უფროსობა ჩაფიქრდა, საგონებელში ჩავარდა, კოპები შეყარა და ჩურჩული დაიწყო იდუმალი განკარგულებების გაცემა. პოლიცმაისტერმა არჩია ლემპკეს დალოდებოდა. იმას ტყუილს ამბობენ თითქოს დაოთხილი ტროიკა მოაჭენა და ჩამოსული არ იყო. ცემა ტყეპაზე გადავიდაო. ჩვენს პოლიცმაისტერს მართლაც უყვარდა და მართლაც დაოთხილი დააქროლებდა თავის ყვითელ ზურგად როშკას. და როცა ქარვასლის ვაჭრების გულის გასახარად მისი ეგრეთ წოდებული გაქსუებული რაშები სულ დაგიждდებოდნენ, მთელი სხეულით წამოიმართებოდა დროშკაში, გვერდზე საგანგებოდ მოჭედილ ღვეც ჩაებღაუჭებოდა, მარჯვენა სივრცეში გაიშვერდა და კვარცხლბეკზე შემდგარი მონუმენტივით თვალს გადაავლებდა ხოლმე მთელ ქალაქს. მაგრამ ამ შემთხვევაში ცემა ტყეპაზე მართლა არ გადასულა. მერე რა, რომ დროშკიდან გადმოსულმა ლაზათიანად შეიკურთხა მხოლოდ იმიტომ, პოპულარობა არ დაეკარგა. ისიც მოშმახული ამბავი გახლავთ, ხიშტებიანი ჯარისკაცები მოიყვანეს და ტელეგრაფითაც აცნობეს, სადაც ჯერ არს არტილერია და კაზაკები გამოგზავნეთო. ამ მსხაპრებისა ახლა თვითონ მის მომგონთაც არასჯერად. სისულელეა აგრეთვე ის ამბავიც, ვითომ და სახანძრო კასრები მოათრიეს და ხალხს წყალი გადაასხესო. უბრალოდ ილია ილიჩმა გაცხარებულ გულზე დაიყვირა, ამ საქმიდან მშრალად ვერავინ დამიძვრებაო. ალბათ ეს აქციეს კასრებად და ალბათ დედაქალაქის გაზეთების კორესპონდენციებშიც ამ გზით მოხვდა. ყველაზე სწორი ვარიანტი, უნდა ვიფიქროთ, ის არის, რომ ბრბოს მაშინვე იქ აღმოჩენილი პოლიციელები შემოარტყეს ირგვლივ. ლემპკესთან კი პირველი უბნის ბოქაული აფრინეს. ისიც პოლიცმაისტერის დროშკით სკლორეშნიკში გაქანდა, საითაც 9 საათით ადრე ეტლით წაბრძანებულიყო ფონ ლემპკე. მაგრამ გამოგიტყდებით და ერთი რამ მაინც ვერ ამიხსნია. როგორ მოხდა, რომ ეს უბრალო ამბავი, ანუ თხოვნელთა ჩვეულებრივი ბრბოს, მართალია 70 კაცისგან შემდგარი, მაგრამ მაინც გამოსვლა თავიდანვე სახელმწიფოს საძირკვლების შემრყევამ ბოხად მონათლეს? რად მოეჭიდა ამ აზრს ბოქაულის გაგზავნიდან 20 წუთის შემდეგ მოვარდნილი ლემპკეც? მე ვიტყოდი, თუმცა ეს ჩემი აზრი გახლავთ, რომ მართველთან კუდიკუდ გადაბმულ ილია ილიჩს დიახაც ხელს აძლევდა ფონ ლემპკესთვის ეს ბრბო
ამ სახით წარედგინა და წარედგინა სწორედ იმიტომ, რომ საქმის ნამდვილი ვითარება არავის გამოეკვლია. ხოლო ეს აზრი მას თვითონ ლემპკემ ჩააგონა. უკანასკნელი 2 დღის მანძილზე ლემპკემ ორჯერ დაიბარა იგი და ორჯერვე საიდუმლოდ მოელაპარაკა, თუმცა საკმაოდ დაბნეულად. მაგრამ ილია ილიჩმა მაინც იაზრა აქედან მის უფროს ისე გაჯდომოდა თავში პროკლამაციებისა და შპიგულინების მუშათა სოციალური ამბოხებისათვის შეგულიანების ამბავი, მგონი კიდეც დასწყდებოდა გული ეს ყოველივე მოჩმახული გამომდგარიყო. პეტერბურგის წინაშე თავის გამოჩენა უნდაო. გაიფიქრა ლემპკესგან გამოსულმა ჩვენმა ცბიერმა ილია ილიჩმა. კეთილი და პატიოსანი ჩვენც ეს გვაწყობსო. თუმცა დარწმუნებული ვარ საწყალი ანდრეი ანტონოვიჩი საკუთარი წარჩინებისთვისაც არ ინდომებდა ამბოხს. ეს იყო ფრიად ბეჯითი და მუყაითი ჩინოვნიკი, ქორწინებამდე ერთი უწყინარი ადამიანი. ნანა მისი ბრალია, რომ ჩვეულებრივი სახაზინო ხეტყის მმართველობასა და ასევე ჩვეულებრივი მიჰენის ცოლობაზე მეოცნებე კაცი ბედმა 40 წლის თავადის ასულს გადაყარა, რომელმაც მისი ეგზო მამაღლება ინდომა? დანამდვილებით ვიცი. სწორედ ამ საბედისწერო დილიდან გამოაჩნდა ის აშკარა ნიშნები, რამაც საწყალ ანდრეი ანტონოვიჩს, როგორც ამბობენ, შვეიცარიის ცნობილ დაწესებულებაში ამოაყოფინა თავი. სადაც ამჟამად ახალ ძალებს იკრებსო, მაგრამ თუ დაუშვებთ, რომ სწორედ ამ დილიდან გამომჟღავნდა ეს აშკარა ნიშნები, ჩემი აზრით ისიც უნდა დაუშვათ, რომ გუშინაც შეიძლება ქონოდა ადგილი მსგავს გამოვლინებებს, თუმცა არც ისე აშკარად. მე, მაგალითად, ყოვლად ინტიმური წყაროებიდან ვიცი. ხომ შეიძლება თვით იულია მიხაილოვნას ეამბნა ჩემთვის ამ ისტორიის მცირე ნაწილი, ეამბნა თითქმის სინანულით, რამე თუ ქალი მთლიანად არასოდეს ინანიებს დანაშაულს. რომ ანდრეი ანტონოვიჩი წინა ღამით 3 საათზე გამოეცხადა თავის მეუღლეს, გააღვიძა და ისე დაჟინებით მოსთხოვა, ჩემი ულტიმატუმი ეგრეთ წოდებული უნდა მოისმინო. იულია მიხაილოვნა იძულებული გახდა საწოლიდან წამომდგარიყო, ქაღალდებზე და ხოვლითმით. აღშფოთებული დაბრძანებულიყო ტახტზე და ზიზღნარები დამცინავის სახით მაინც მოესმინა. მაშინ კი მიხვდა პირველად, რა შორს შეეტოპა მის ანდრეი ანტონოვიჩს და პირკატა ეცა, მაგრამ არ გაამჟღავნა თავის შიში და წინანდელზე მეტად გაჭიქდა. თუმცა წესით გონს მოსვლა და გულის მოალბობა მართებდა. იულია მიხაილოვნას, როგორც მგონი ყველა ცოლს, თავისებური არაერთხელ ნაცადი ხერხი ჰქონდა, რომელსაც მისი ქმარი ხშირად გაცოფებამდე მიუყვანია. ეს ხერხი დამცინავი დუმილი გახდათ. ხან 1-2 საათი, ხან მთელი დღე, ხან კი 3 დღე გადაბმით ხმას არ გასცემდა. რაც უნდა ეთქვა და ეკნა ქმარს, თუნდაც მესამე სართულიდან გადამხტარიყო. ამას კი ვერც ერთი მგრძნობიარე კაცი ვერ აიტანს. არ ვიცი, ქმრის დასჯა უნდა და ამ უკანასკნელ დღეებში დაშვებული შეცდომებისა თუ იმ შურის გამო, რასაც ქალაქის გამგებელი ცოლის ადმინისტრაციული ნიჭისად მიჩენდა. არ ვიცი, ის აშფოთებდა ქმარმა, რომ ახალგაზრდობასა თუ ჩვენ საზოგადოებაში თავდაჭერა დაუწუნა და მისი წინდახედული პოლიტიკური მიზნები ვერ დააფასა, თუ გაჯავრებული იყო ახალგაზრდა ვერხოვენსკისადმი ასეთი სულელური და უაზრო ეჭვიანობისთვის, ეს კია. გადაწყვიტა არც ახლა მოებრუნებინა გული. მიუხედავად იმისა, რომ ღამის 3 საათი იყო და არც ანდრეი ანტონოვიჩი ენახა ოდესმე ასე წყობიდან გამოსული, რომელიც მისი ბუდუარის ხალიჩებზე წინ და უკან დააბოტებდა. ანდრეი ანტონოვიჩმა მართალია უთავბოლოდ სამაგეროდ ყველაფერი გადმოულაგა. ყველაფერი, რაც გულში დაგუბებოდა, რამე თუ ყოველივე საზღვარს გადასულიყო. ჯერ იქიდან დაიწყო. ყველა მე, ასე ვთქვათ, დამცინის და ყველა ჩემს გაცურებას ცდილობსო. დიახ, გაცურებას დასჭყივლა უცებ. ცოლს
ღიმილი რომ შეამჩნია. ფეხებზე მკიდია გამოთქმები. ტყუილია თუ? რა ქალბატონო, რა ახლა მე არ სიცილის გუნებაზე ვარ და არც ქალური კეკლუცობის თავი მაქვს. ახლა ჩვენ პრანჭია ქალის ბუდუარში კი არ გახლავართ. ვითარცა ორი განყენებული არსება შევიყარეთ საჰაერო ბურთზე, რომ სიმართლე უთხრათ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ცოტა აბნეულად ლაპარაკობდა, მაგრამ სწორ აზრებს კი გამოთქვამდა. დიახ, თქვენ გამომიყვანეთ ჩვეულებრივი მდგომარეობიდან, მხოლოდ თქვენი გულისთვის დავთანხმდი იმ ადგილზე თქვენი პატივმოყვარეობის მიზეზით. გესლიანად იხიმებით? დაიცად. ნიშნის მოგებას ნუ ესწრაფით. იცით კი, ქალბატონო, რომ მე შევძლებდი და მშვენივრადაც შევძლებდი ამ ადგილის კი არა და 10 ასეთი ადგილის მოვლას. ვინაიდან ღმერთს ჩემთვის ამისი ნიჭი მოუწია. მაგრამ თქვენთან და თქვენი წყალობით, ქალბატონო, არ შემიძლია. თქვენთან მე ნიჭი არაფრისა მაქვს. ორი ცენტრი ერთად ვერ იარსებებს. თქვენ კი ორი მოაწყვეთ. ერთი ჩემთან, მეორე თქვენს ბუდუარში. ძალაუფლების ორი ცენტრი, ქალბატონო, მაგრამ მე ამას არ დაუშვებ, არა და არა. როგორც ცოლ-ქმრობაში, სამსახურშიც ერთი ცენტრი უნდა იყოს, ორი შეუძლებელია. ან რით გადამიხადეთ ყოველივე ამისთვის? განაგრძობდა გაცხარებით. ჩვენი ცოლ-ქმრობის განმავლობაში სულ მუდამ იმას მიმტკიცებდით, არააраობა, ბრიყვი და უნამუსო ცხარო. მე კი ყოველ წამს და ყოველ საათს იძულებული ვიყავი და მამცირებლად მემტკიცებინა, არც არააраობა ვარ, არც ბრიყვი და ჩემი კეთილშობილებით ყველას ვაკვირვებ მეთქი. დაგანა ეს ჩვენი. ორივეს დამცირება არ არის? აქ ანდრეი ანტონოვიჩი ფეხების ბაკუნს მოყვა. ასე რომ იულია მიხაილოვნა იძულებული გახდა გოროზი მედიდურობით წამომდგარიყო და ანდრეი ანტონოვიჩი მყის და შოშმინდა. საბაგიეროდ გული აუჩვილდა და ქვითინი წასკდა. დიახ, ქვითინი. იულია მიხაილოვნას ღრმადობილით გამწარებული მთელი 5 წუთი სულ ხელებს იბრაგუნებდა გულში. ბოლოს თავგზა დაკარგა და წამოსცდა. ვერხოვენსკიზე ვეჭვიანობო. და როცა მიხვდა უდიდესი სისულელე წამოვროშეო, სულ გამძვინვარდა და აჭყვირდა. ღმთის უარყოფის ნებას არავის მივცემ, მაგ თქვენს უღმერთო სალონს სულ დაგიფრთხობთ. ქალაქის გამგებელი მოვალი აღმერთი იწამოს და მაშასა და მე მის ცოლსაც უნდა სწამდესო. რომ ყმაწვილ კაცებს მეც აღარ მოვითმენო, რომ წესით თქვენ უნდა გეზრუნათ, ქალბატონო, საკუთარ ქმარზე და გინდაც უნიჭო ყოფილიყო. თუმცა უნიჭო სულაც არა ვარ. ჭკვიანად რომ გამოგეყვანათ, მაგრამ პირიქით იქცევით. თქვენი ბრალია რომ ყველა აბუჩად ბიგდებს. ყველას თქვენ ჩააგონეთ ესო. იფიცებოდა. ქალთა საკითხს ძირფესვიანად მოვსპობ, მაგ განწყობილებას ძირფესვიანად აღმოუფხრიო, რომ იმ სულელურ ზეიმს გუვერნანტი ქალების სასარგებლოდ, ეშმაკსაც აუღია მათ თავი, ხვალვე ავკრძალავ და დავფერთხავო. ხოლო პირველ შემხვედრ გუვერნანტ ქალს ხვალვე ეგრეთ წოდებული კაზაკების თანხლებით გუბერნიიდან გავაწევებო. ჯიბზე. დიახ, ჯიბზე, გაგიოდა იგი. იცით თუ არა, რომ ქარხნის მუშებს თქვენი გაიძვერები აგულიანებენ და მე ეს ვიცი? იცით თუ არა, რომ განზრახყრიან პროკლამაციებს განზრახმეთქი? იცით თუ არა, რომ მე ვიცი 4 არამზადის სახელი და კაცილამის ჭკუიდან შევიშალო? აკი დაარღვია იულია მიხაილოვნამ დუმილი და გოროზად უპასუხა, რომ დიდი ხანია თვითონაც იცის ამ ბოროტის რახვების ამბავი, რომ ეს ყველაფერი სისულელეა და გულთან ასე ახლოს მიტანა არ ღირს. რაც შეეხება არამზადებს, არა მარტო იმ 4 სახელი იცის, არამედ ყველასი. ეს კი იცრუა იულია მიხაილოვნამ, მაგრამ ამის გამო სულაც არ აპირებს ჭკუიდან შეშლას. პირიქით, კიდევ უფრო სწამს თავისი ჭკუისა, მე იმედოვნებს ყოველივე ჰარმონიულ წესრიგში მოიყვანოს, გაამხნევოს ყმაწვილ კაცობა, გონზე მოიყვანოს ისინი, მოულოდნელად დაუმტკიცოს, რომ ყველა მათი ზრახვა იცის და მერე ახალი მიზნებიც დაუსახოს გონიერი და უფრო ნათელი საქმიანობისთვის. რომ შეიტყო
ახალგაზრდა ვერხოვენსკიმ ახლაც გააცურა და გაამასხარავა, რომ იულია მიხაილოვნასთვის მასზე ადრე გაემხილა ყველაფერი და უფრო მეტიც ეცნობებინა, რომ ბოლოს ეგებ სულაც თვითონ ვერხოვენსკი ამ ბოროტის ზრახვების სულის ჩამდგმელი და მოთავე სულ გაგიჟდა და გადაირია ფონ ლემპკე. მაშიცოდე შე უგუნურო და შხამით სავსე დედაკაცო, უცება იწყვიდა მან თავი. იცოდე რომ იმ შენს უღირს საყვარელს ახლავე დავატუსაღებ. ბორკილს გააუყრი და დილეგში ჩავამწყდებარა და ახლავე შენ თვალწინ ფანჯრიდან გადავარდებიო. ამის გაგონებაზე სიბრაზისგან გამწვანებულმა იულია მიხაილოვნამ უცებ ისეთივე რაკრაკა კისკისი ატეხა, როგორც ფრანგული თეატრის სცენაზე 100,000 რუბლად გამოწერილი კოკობზიკების როლის შემსრულებელი პარიზელი მსახიობი ქალი ქმარს შეჰკისკისებს ხოლმე სახეში, როცა ეს უკანასკნელი გაბედავს და ვინმეზე იეჭვიანებს. ფონ ლემპკე ჯერ ფანჯრისკენ გაქანდა, მერე უცებ შედგა, გულხელი დაიკრიფა და ავი თვალით შეაცქერდა აკისკისებულ მეუღლეს. სახეზე ზაფრანისფერი დასდებოდა. იცი კი იულია, რომ შეიძლება მეც ჩავიდინო რაღაც, შეღაღადა სულ შეგუბებულმა. ამ სიტყვებზე კისკისმა უფრო იმატა. ფონ ლემპკემ კბილები დაახჭიალა. დაიკვნესა და უცებ მივარდა, არა ფანჯარას კი არა, თავის მეუღლეს და მუშტი მოუღერა. გარტყმით არ გაურტყამს. არა და არა. სამაგიეროდ საბოლოოდ წახდა კაცი. უგონოდ გავარდა თავის კაბინეტში. ისევე ჩაცმული პირქვე დაემხო გაშლილ ლოგინზე, თავზე ზეწარი წაიფარა და მთელი 2 საათი იწვას ეკაუნცრებოდა. არც ილიეკარებოდა, არც ფიქრის თავი ქონდა. გულზე მძიმელოდი დასწოლოდა და გაურკვეველ სასოწარკვეთას შეებოჭა. შიგადაშკის ციებ-ცხელებიანი ვითა კანკალებდა. აგონდებოდა ისეთი რაღაცეები, რასაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა ამბებთან. ხან, მაგალითად, კედლის ძველი საათი გაახსენდებოდა, რომელიც 15 წლის წინათ ჰქონდა პეტერბურგში და წუთების ისარი მოვარდნოდა. ხან მუდამ გულმხიარული მოხელე მილბუა დაუდგებოდა თვალწინ. აგონდებოდა როგორ დაიჭირეს ერთხელ ბაღში ბეღურა, მაგრამ რომ გაახსენდათ, ერთ-ერთი უკვე კოლეგიის ასესორი იყო, ხარხარით გააყრუეს მთელი ბაღი. კოლეგიის ასესორი მერვე კლასის სამოქალაქო ჩინი რევოლუციამდელ რუსეთში. გონი მხოლოდ დილის 7 საათზე ჩაეძინა. დიდებულად ეძინა და საუცხოს იზბრებიც ნახა. დილის 10 საათზე გიჟივით წამოვარდა ლოგინიდან. ერთ ბაშად გაახსენდა ყველაფერი და შუბში იტკიცა ხელი. არც ისაუზმა, არც ბლუმი, პოლიცმაისტერი თუ თავისი მოხელე მიიღო, რომელიც იმის გასახსენებლად მოსულიყო, კრების წევრები ამ დილით გელოდებიანო. არაფრის გაგონება და არაფრის გაგება არ უნდოდა. დაფეთებული გაიჭრა იულია მიხაილოვნას სამყოფში. იქ სოფია ანტროპოვნამ იულია მიხაილოვნასთან რახანია შეკეტებულმა ბებრუცუნა აზნაურის ქალმა მოახსენა. იულია მიხაილოვნა მრავალრიცხოვანი საზოგადოების თანხლებით 3 ეკიპაჟით ჯერ კიდევ 10 საათზე გაემგზავრა ვარვარა პეტროვნა სტავროგინასთან სკვორეშნიკშიო. იქ უნდა ადგილი დაათვალიერონ უკვე მეორე, 2 კვირის შემდეგ განზრახული დღესასწაულისთვის, რომელზეც 3 დღის წინათ იყვნენ შეთანხმებული ვარვარა პეტროვნასთანო. გაოგნებული გამობრუნდა ანდრეი ანტონოვიჩის კაბინეტში. მაშინვე ბრძანება გასცა ეტლის შეაბითო. ძლივს დაუცა და ეტლის შებმას სულს იულია მიხაილოვნას ნახვას წყუროდა. ოღონდაც ერთი შეხედოს, 5 წუთი მისახლოს დაახოს, იქნებ შეხედვის ღირსი გახადოს, წინანდებურად გააუღიმოს, აპატიოს. რა შევებიან? სად არის ის ეტლი? მერე მექანიკურად გადაშალა მის წინ მაგიდაზე დადებული სქელტანიანი წიგნი. ზოგჯერ ასე ჩაუთქვამდა ხოლმე წიგნს, მერე ალალბეზე გადაშლიდა და მარჯვენა გვერდზე ზემო სამსტრიქონს წაიკითხა. და ახლაც წაიკითხა. ყველაფერი მშვენივრად ეწყობა ამ ჩვენს მშვენიერზე მშვენიერ ქვეყანაში. ვოლტერი, კანდიდი.
ფონ ლემპკემ გადააფურთხა და საჩქაროდ ეტლისკენ გაიქცა. აბა, სკვოროშნიკში. მეტლე ყვებოდა მერე. ბატონი მთელი გზა სულ მოუთქმელად მიმარეკინებდა ცხენებსო. მაგრამ საბატონო სახლს რომ მიუახლოვდნენ, უცებ უბრძანა თურმე, უკან მოაბრუნე და ქალაქში წამიყვანეო. მალე რაც შეიძლება მალეო. ქალაქის ცხრილთან არ იყვნენ მისული. მიბრძანა ისევ გააჩერეო. გადმოვიდა ეტლიდან და მინდორში გადაუხვია. ფიფიქრე, რაღაც საჭიროების გამო მეთქი, მაგრამ დადგა და ყვავილებს დაუწყუთვალიერება. ისე უცნაურად იდგა ერთხანს, ეჭვიც კი შემებარაო. მე იმ დილანდელი ამინდი გამახსენდა. ცივი, მზიანი. მაგრამ ქარიანი სექტემბრის დღე იდგა. გზიდან გადასული ანდრეი ანტონოვიჩის წინ გაშიშვლებული მინდორი გადაშლილიყო. ხორბალი რა ხანია აეღოთ. ქარია არ ხევდა აქა-იქ შემორჩენილ ჭკნობა შეპარულ ყვავილებს. იქნებ საკუთარ თავს და საკუთარ ბედს. ადარებდა ამ შემოდგომის სუსხი დამზრალ ყვავილებს? არა მგონია. პირიქით. გონია რომ სულაც არ ახსოვდა ალბათ ყვავილები. მიუხედავად მეტლისა და იმ წუთს პოლიცმაისტერის დროშკით მოგრიალებული პირველი უბნის ბოქაულის ჩვენებისა, რომელიც მერე ამტკიცებდა, მე რომ მივედი, გუბერნატორს მართლაც ყვითელი ყვავილების კონა ეჭირა ხელშიო. ეს ბოქაული, ვასილი ივანოვიჩ ფლიბუსტიეროვი, ჩვენი ქალაქის სულ ახალი სტუმარი იყო, მაგრამ ისეთი ადმინისტრაციული სიფიცხე გამოიჩინა, ისე გიჟურად დატრიალდებოდა ხოლმე ყოველი ბრძანების შესასრულებლად, რომ უფროსებში სახელი ჰქონდა გავარდნილი. აღონდ იყო, ხიზელი არავის უნახავს. ბოქაული ჩამოხდა დროშკიდან, მიეჭრა გუბერნატორს და ერთი სულის მოთქმით მოახსენა. ქალაქში ამბოხიაო. ჰა? რა იყო? გოროზად მოუბრუნდა ანდრეი ანტონოვიჩი. სახეზე არც გაოცება გამოხატვია და მგონი არც გახსენებია, რომ ეტლი და მეტლე ელოდა. თითქოსა თავის კაბინეტში იჯდა. პირველი უბნის ბოქაული ფლიბუსტიეროვი გახლავართ, თქვენ უაღმატებულებავ. ქალაქში ამბოხია. ფლიბუსტიერები? გაიმეორა ჩაფიქრებით ანდრეი ანტონოვიჩმა. დიახ, თქვენ უაღმატებულებავ, შპიგულინელები აჯანყდნენ. შპიგულინელები. თითქოს რაღაც მოაგონა გუბერნატორს შპიგულინელების სახელის გაგონება. შეკრთა და შუბლზე მიიდო თითი. შპიგულინელებიო. მერე ასევე ჩაფიქრებული უსიტყვოდ გამობრუნდა. აუჩქარებლად ჩაჯდა ეტლში და უბრძანა, ქალაქში წამიყვანეო. ბოქაული დროშკით უკან გამოხვა. წარმოდგენილი მაქვს, რამდენი ფრიად საგულისხმო ამბავი აგონდებოდა ფონ ლემპკეს ბუნდოვნად გზაში, მაგრამ არა მგონია რამე მტკიცე გადაწყვეტილება ან გაზრახვა ქონოდა, ვიდრე გუბერნატორის სახლის წინ მოედანზე შეგრიალდებოდა, მაგრამ რა წამს მე ამბოხეთა ჯიუტად ჩამწკრივებული ბრბო დაინახა, პოლიციელთა ალყაში ამჩნია, უძლურად მდგარ პოლიცმაისტერს მოატანა თვალი, სულაც იქნებ განგებ უძლურად მდგარს. და ისიც შენიშნა, რომ ყველა მას ელოდა, სისხლმა ასხა თავში. ეტლიდან გადაფითრებული ჩამოვიდა. კუდები მოიხადეთ, ჩაილაპარაკა სულ შეგუბებულმა. მუხლებზე დასჭყივლა მერე მოულოდნელად. დიახ, თავის და მოულოდნელად. მაგრამ შესაძლოა მოულოდნელობით აიხსნება ის ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა. განა იგივე არ ხდება ყველიერში გორიდან ციგით დაქანებისას? სად გაგონილა გორიდან დასრიალებული ციგა შუაგზაზე გაჩერდეს? საუბედუროდ ანდრეი ანტონოვიჩს მუდამ უშფოთველი ხასიათი ჰქონდა. თავის დღეში არავისთვის უყვირია და არავისთვის დაუბაკუნებია ფეხები. ხოლო ამის თანაბუნების ადამიანისთვის უფრო სახიფათოა, თუ მისი ციგარატომღაც უცბად მოსწყდა გორას და ძირას დაეშვა. თვალში ყველაფერი აერია. ფლიბუსტიერნო დასჭყივლა მან კიდევ უფრო უაზროდ, მაგრამ ხმა ჩაუწყდა და გაჩერდა. ჯერ თვითონაც არ იცოდა რას მოიმოქმედებდა, მაგრამ მთელი არსებით გრძნობდა კი, უსათუოდ რაღაცას მოიმოქმედებდა.
ღმერთო დიდებულო, აღმოხდა ვიღაცას ხალხში. ვიღაც ყმაწვილმა პირჯვარი გადაიწერა. 3-4 მართლა მოინდომა დაჩოქება, მაგრამ დანარჩენებმა სამი ნაბიჯით წამოეწიეს წინ და უცებერთა დაყაყანდნენ. თქვენ უაღმატებულებაო, 40-ზე ვიყავით გარიგებული, მართველმა კი შენ ამას არ უბრძანებდი და ასე შემდეგ. კაცი ვერაფერს გაარჩევდა. ვაი, რომ ანდრეი ანტონოვიჩმაც ვერაფერი გაარჩია. ყვავილების კონა ისევ ხელში ეჭირა. რომ ამბოხი იყო, ისევე ცხადად ხედავდა, როგორც სტეპან ტროფიმოვიჩი წეღან კიბიტკებს, ეგრეთ წოდებულს, ხოლო თვალებ დაჭყეტილ, ასე ვთქვათ, მეამბოხეთა რიგების წინ სულ მათი, ასე ვთქვათ, შემაგულიანებელი პიოტრ სტეპანოვიჩი ელანდებოდა. ის პიოტრ სტეპანოვიჩი, რომელიც გუშინდლიდან მოყოლებული აჩრდილივით თან ზდევდა და რომელიც ასე ზძულდა, როსგები ახლავე შეღრიალა ისე მოულოდნელად სამარისებურის ჩუმეკაბებდა. აი, როგორ მოხდა ეს ყველაფერი ზუსტი გადმოცემითა და ჩემი მიხვედრით, მაგრამ შემდეგ გადმოცემასაც აკლდება სიზუსტე და ჩემი მიხვედრაც მოიკოჩლებს, თუმცა ზოგი ფაქტი მაინც არსებობს. ჯერ ერთი როსგები რაღაც მეტისმეტად სწრაფად გააჩინეს. როგორც ეთყობა, საზრი ამ პოლიცმაისტერს გუბერნატორის მოლოდინში დაეჭირა სააბისოთა დარეგი. ეს კია, მხოლოდ 2-3 კაცი გაიროსგა. ამაზე თავს დავდებ. წმინდა წყლის ჭორია თითქოს მთელი ხალხი ან ნახევარი მაინც გაიროსგაო. ისიც სისულელია, ვითომც იმ დროს იქ გზად ჩავლილ ერთ ღარიბ, მაგრამ კეთილშობილ მანდილოსანს ხელის ტაცეს და გაროსგესო. თუმცა ამ ქალბატონის ამბავი ჩემი თვალის წავიკითხე რამოდენიმე ხნის შემდეგ პეტერბურგის ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენციაში. როგორც ყვებოდნენ, სასაფლაოსთან მდებარე დავრდომილთა თავშესაფრის ერთ-ერთი მცხოვრები, ავდოტია პეტროვნა ტარაპიგინა, თურმე სტუმრად იყო და თავშესაფარში ბრუნდებოდა. მოედანზე რომ გამოიარა, ბუნებრივია, დაინტერესდა სეირის მაყურებლებში გაძვრა, ეს სურათი დაინახა და ფუი, სირცხვილი ომი აფურთხა. ამიტომაც სტაცეს ხელი და შეახურესო. ეს ამბავი არა მარტო გაზეთებში გამოაქვეყნეს. ცხელ გულზე ხელდახელ ფულით შეუგროვეს ხელმოწერით. მე თვითონ უწყაპიკზე მოვაწერე ხელი. და რა გონიათ? თავშესაფარში თურმე ტარაპიგინას მსგავსი არავინ ცხოვრობდა. სასაფლაოზე მათ თავშესაფარს რომ მივაკითხე გამოსარკვევად, მითხრეს, ტარაპიგინას არსებობა არც გაგვიგიაო. ეს კი არა და ძალიანაც იწყინეს, როდესაც ქალაქში დარხეული ხმები უამბე. მე უფრო იმიტომ მოგახსენეთ ამ არარსებული ავდოტია პეტროვნას ამბავი, რომ სტეპან ტროფიმოვიჩსაც ლამის იგივე დაემართა, რაც ამ ქალს. ეს ქალი რომ მართლაც არსებულიყო. იქნებ სულად სტეპან ტროფიმოვიჩის ამბის მიხედვით გაავრცელეს ეს სულელური ჭორი, ესე იგი, ჭორის შემდგომი განვითარებისას მისი გვარი ტარაპიგინად გადააკეთეს. ახლაც არ ვიცი როგორ გამეპარა, როცა მოედანზე გავედით. თითქოს გულმა მიგრძნო გადავწყვიტე მოედნის ირგვლის შემომეტარებინა და ისე მიმეყვანა გუბერნატორის პარმახთან. მაგრამ ცნობის მოყოლებამ წამძლია და ერთი წუთით პირველ შემხედრთან ამბის გამოსაკითხად შევჩერდი. რომ მოვიხედე, სტეპან ტროფიმოვიჩი ჩემ გვერდით აღარ იყო. ალღომკის მყის მიკარნახა ყველაზე საშიშ ადგილას ეწებეო. რატომღაც მიგრძნო გულმა, რომ ისი ციგაც დაშვებულიყო გორიდან. მართლაც, ხალხის შუა გულში ვიპოვე. მახსოვს ხელი რომ მტაცერა დინჯად და წარმოუდგენელი სიამაყით შემომხედა. შეხ, მითხრა გაბზარული ჩაწყვეტილი ხმით. თუ კი ეგენი ამ მოედანზე ჩვენ თვალწინას ეუბოდიშოდ დაპარპაშებენ და მბრძანებლობენ, აბა ეგ რაღაც იზავს. თუ ვინ იცოდა დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება მიეცა. აღშფოთებისგან აკანკალებულმა და გამოწვევის უსაზღვრო სურვილით ატანილმა სტეპან ტროფიმოვიჩმა თავისი მამხილებელი თითი ფლიბუსტიეროვს ატაკა,
რომელიც ჩვენგან ორ ნაბიჯზე იდგა და თვალ დაჭყეტილი გვიცქეროდა. მისი სიბრაზისგან თვალთ დაუბნელდა. ეგაო, ვინ ეგაო? შენ თვითონ ვინა ბრძანდები, ჰა? დასჭყიულა ფლიბუსტიეროვმა და მუშტებით წამოვიდა ჩვენზე. ვინ ბრძანები მეთქი? იღრიალა გახელებულმა და გამწარებულმა. შემნიშნავ, რომ სტეპან ტროფიმოვიჩს ის მშვენივრად იცნობდა სახეზე. კიდევ წუთი და ალბათ ქეჩოში სტაცებდა ხელს. ბედად, ლემპკემ მოიხედა ყვირილზე. გაკვირვებით მიაშტერდა სტეპან ტროფიმოვიჩს თითქოს რაღაცას იგონებსო. დაუცებ მოუთმენლად აიქნია ხელი. ფლიბუსტიეროვს ენა ჩაუვარდა. მე ვტაცე ხელი და სტეპან ტროფიმოვიჩი ხალხიდან გამოვათრიე. თუმცა ვინ იცის იქნებ არც თვითონ იყო უარზე რომ უკან დაეხია. შინ წამოდი ჩინ, თუ არ მიგვბეგვეს, ლემპკეს უნდა უმატლოსდეთ ჩავციებოდი მე. დამტოვეთ ჩემო მეგობარო, თქვენ მაინც რაღაც უნდა დაგყუპოთ. მომავალი და კარიერა წინ გიდებთ და რაც მე შემეხება, ჩემმა დროჟამმა დაჰკრა. სტეპან ტროფიმოვიჩმა მტკიცე დააბიჯა გუბერნატორის პარმახზე. შვეიცარი მიცნობდა. უთხარი, იულია მიხაილოვნასთან მივდივართ მეთქი. მისაღებ დარბაზში დავსხედით. არ მინდოდა ჩემი მეგობრის მიტოვება, მაგრამ ლაპარაკის გაბმაც ზედმეტად მიმაჩნდა. ისეთი სახე ქონდა გეგონებოდათ მამულისთვის თავს წირავს კაციო. სხვადასხვა კუთხეში ვისხედით. მე შემოსასვლელი კარის ახლოს, ის მოშორებით, ჩემ პირდაპირ. ჩაფიქრები დაეხარა თავი და ტროსტს მსუბუქად დაყრდნობოდა ორივე ხელით. განიერ ფარფლიანი კუდი მარცხენა ხელში ეკავა. 10 წუთს ვისხედით ასე. ერთ ბაშად ლემპკე შემოვიდა სწრაფი ნაბიჯით. უკან პოლიცმაისტერი მოსდევდა. ერთი კი გადმოგხედა, მაგრამ ყურადღება არ მოგვაქცია და მარჯვნივ კაბინეტისკენ გაუხვია. სტეპან ტროფიმოვიჩი წინ გადაუდგა და გზა გადაუღობა. სტეპან ტროფიმოვიჩის ტანადობამ და სხვებისაგან განსხვავებულმა იერმა შთაბეჭდილება მოახდინა. ლემპკე შედგა. ვინ არის? გადაულაპარაკა პოლიცმაისტერს. თუმცა მისთვის თვალი არ მოუშორებია. გადამდგარი კოლეგიის ასესორი სტეპან ტროფიმოვიჩი ვერხოვენსკი გახლავართ, თქვენ უაღმატებულებაო. მიუგო სტეპან ტროფიმოვიჩმა და მედიდურად დახარა თავი. მისი აღმატებულება დაკვირვებულ, თუმცა საკმაოდ გამოთაყვანებულ მზერას არ აშორებდა. რაზე გარჯილ ხართ? იკითხა წმინდა გენერალური ლაკონიზმით. და უკმაყოფილო სახით მოუთმენლად მიუშვირა ყური. ალბათ ეგონა, ჩვეულებრივი მთხოვნელია და არ ზაექნება მოტანილიო. დღეს თქვენი აღმატებულების სახელით მოვიდნენ ჩემთან და ბინა გამიჩხრიკეს. მე მინდა გვარი მითხარით? მოუთმენლად კითხა ლემპკემ. თითქოს რაღაცას ჩახვდაო. სტეპან ტროფიმოვიჩმა უფრო მეტი ღირსებით გაუმეორა თავის გვარი. ის ვისთანაც ბუდეა? მოწყალეო ბატონო, თქვენ ისეთი სახელი დაიმსახურეთ. პროფესორი ხართ? პროფესორი? ოდესღაც პატივი მქონდა რამდენიმე ლექცია წამეკითხა ენის უნივერსიტეტის ყმაწვილ კაცობისთვის. ყმაწვილ კაცობისთვისო? თითქოს შეკრთა ლემპკე. თუმცა თავს დავდებ, არც ის იცოდა რაზე იყო ლაპარაკი და არც ის ვის ელაპარაკებოდა. მე, მოწყალეო ბატონო ჩემო, ამას ვერ დაუშვებ, გაწყრა უცებ საშინლად. მე ყმაწვილ კაცობას ვერ დაუშვებ, ეგ სულ პროკლამაციების ბრალია. ეს საზოგადოებაზე იერიშია, მოწყალეო ბატონო, საზღვაო იერიში. ფლიბუსტიერობა. რას მთხოვთ? პირიქით. თქვენმა მეუღლემ მთხოვა ხვალ წამეკითხა მის ზეიმზე, მე სათხოვრად კი არა, სიმართლის საძიებლად გიახელით. ზეიმზეო?
ზეიმი არ შედგება, მე თქვენ ზეიმს არ დაუშვებ. რაო? ლექციებიო? რა ლექციებიო? შეძახა გაცოფებით. მე გთხოვთ თქვენ ვაღმატებულებავ, უფრო ზრდილობიანად მელაპარაკო და არც ფეხები მიბაკუნო და მიყვიროთ პატარა ბიჭივით. გესმით კი ვისელაპარაკებით, გაწითლდა ლემპკე. სავსები თქვენ ვაღმატებულებავ? მე საზოგადოებას ვიცავ, თქვენ კი საზოგადოებას ძირს უთხრით, დიახ, ძირს უთხრით მეთქი. თქვენ? ოიცა, თუმცა მგონი მახსოვხართ. ეს თქვენ იყავით გუბერნიორად გენერლის მეუღლის სტავროგინას ოჯახში? დიახ, მე გახდით გუბერნიორად გენერლის მეუღლის სტავროგინას ოჯახში. მაშა სადამე, მთელი 20 წელიწადი თქვენთან იყო ის ბუდე, რამაც ეს ყველაფერი წარმოშვა. და ეს ნაყოფი მოისხა. თუ არ ვცდები, ეს ცუდია მოედანზე გნახეთ. მაგრამ გვიფრთხილდით კი მოწყალეო ბატონო, გვიფრთხილდით. თქვენი აზრების მიმართულება ცნობილია. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ხედველობაში მყავხართ მე მოწყალეო ბატონო. მე თქვენს ლექციებს ვერ დაუშვებ, ვერა და ვერა, ასეთი თხოვნით მომართავთ. და ლემპკემ წასვლა დააპირა. ვიმეორებ, შემცდარი ბრძანდებით თქვენ ვაღმატებულებავ, პირიქით. მე თქვენმა მეუღლემ მთხოვა წამეკითხა. ისიც ლექცია კი არა, რამე ლიტერატურული ნაშრომი ხვალინდელ ზეიმზე. მაგრამ ახლა მე თვითონ ვამბობ უარს საკითხვაზე. უმორჩილესად გთხოვთ, თუ შეიძლება ეს ამიხსენით, რატომ და რისთვის გამჩხრიკეს, რად წაიღეს ჩემგან რამოდენიმე წიგნი, ნაწერები, ჩემთვის ძვირფასი წერილები და ურიკი წაარიხრიხეს ქალაქში. ლემპკე შეკვდა. ერთბაშად ყველაფერს მიხვდა და სახე წამოუწითლდა. ვინ გაჩხრიკა? მიუბრუნდა მაშინვე პოლიცმაისტერს. იმავ წუთს კარში უშნოდ აწოწილი და ბეჭებში მოხრილი ბლუმი შემოეყუდა. აი ამ მოხელემ, მიუთითა სტეპან ტროფიმოვიჩმა. ბლუმი დამნაშავის სახით წარმოდგა წინ, თუმცა ეტყობოდა ეხტიბარს მაინც არ იტეხდა. მხოლოდ სისულელეებს ჩადიხართ, წყრალად მიუბრუნდა ბლუმს განრისხებული ლემპკე. ერთბაშად გამოერკვა და თითქოს სულ გამოიცვალა. მაპატიეთ, რაც მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ გაუგებრობაა. მხოლოდ და მხოლოდ გაუგებრობა, წაილუღლუღა ერთობ დაბნეულმა და ალმური მოედო მთელ სახეზე. თქვენ ვაღმატებულებავ, ახალგაზრდობაში ერთი დამახასიათებელი შემთხვევის მოწმე გახდით. ერთხელ თეატრის ფოიეში ერთი კაცი მიუახლოვდა მეორეს და მთელი ხალხში სილა გააწნა. მაგრამ რომ დაინახა, ეს სხვა კაცი იყო და შეცდომით მიამსგავსა იმას, ვისთვისაც უნდა გაერტყა, ბრაზიანად თითქოს დროის დასაკარგავად არასცალიაო მიახალა. თურმე შევცდი, მაპატიეთ, გაუგებრობა გახლავთ, მხოლოდ და მხოლოდ გაუგებრობაო. ზუსტად ისე, როგორც თქვენ მაღმატებულებამ ბრძანა ახლა. ის კაცი რომ აინც გაბრაზდა და ყვირილი აუტეხა, ძალიან იწყინა. ნეტ არა გაყვირებთ. აკი გითხარით გაუგებრობა მოხდა მეთქი. ლემპკე ცალკმად გაეღიმა. ეგ მართლა ძალიან სასაცილო ამბავია, მაგრამ თუ ვერ ხედავთ, რა უბედური ვარ, აღმოხდა მოულოდნელად და გონის სახეზე ხელების საფარებაც მოინდომა. იმდენად მოულოდნელი და გამწარებული იყო ეს ამოძახილი. ამოძახილი კი არა და ლამის ამოქვითინება. კაცს გულს ჩაუთუთქავდა. ალბათ მხოლოდ ამ წუთს ჩახვდა ნათლად ყველაფერს. სახეზე საშინელი და მამცირებელი სასოწარკვეთა გამოეხადა. კიდევ წუთიც და ატირდებოდა. სტეპან ტროფიმოვიჩმა ჯერ გაოგნებით შეხედა, მერე უეცრად თავი დახარა და გრძნობით უთხრა. თქვენ ვაღმატებულებავ, ნუღა შეიწუხებთ თავს ამ ჩემი ჭირვეული თხოვნით, ოღონდაც უბრძანეთ, წიგნები და წერილები დამიბრუნო. იმავ წუთს ერთი ხმაური ჩემობძანდა იულია მიხაილოვნა
თავისი ამალი და სტეპან ტროფიმოვიჩს სიტყვა გააწყვეტინა. მაგრამ მე მინდა ეს ამბავი უფრო დაწვრილებით გიამბოთ. იულია მიხაილოვნას სამყოფს ცალკე შესასვლელი ჰქონდა პარმაღიდან, მარცხენა მხარეს. მაგრამ ამჯერად სამი ეკიპაჟი დაბრუნებული მთელი ეს ხალხი ერთად შემოლაგდა მის აღებდარბაზში. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, სტეპან ტროფიმოვიჩის იქ ყოფნა იყო. მთელი მისი ამბები, ისევე როგორც შპიგულინების მუშებისა, იულია მიხაილოვნას ქალაქის კარიბჭესთან დაახვედრა ლямშინმა, რომელიც რაღაც დანაშაულისთვის შინ დაეტოვებინათ, და ამიტომ ყველაზე უფრო ადრე შეეტყო ყველაფერი. ღვარძლიანი სიხარულით მოახდა იგი დაქირავებულ კაზაკურ ჯაგლაკს და სკორეშნიკისკენ გაქანდა, უკან გამობრუნებული კავალკადისთვის ამ ამბების მისახარებლად. კავალკადა ერთად მიმავალ ცხენოსანთა ჯგუფი. ფიქრობ იულია მიხაილოვნა მაინც შეაცმუნა ამ საკვირველმა ცნობებმა, მიუხედავად იმისა, რომ ეგზომ ამაღლებულ გადაწყვეტილებაზე იყო დამდგარი, თუმცა მხოლოდ წამით თუ შეაცმუნა. ამ საკითხის პოლიტიკურ მხარეს მაგალითად არ შეიძლება შეეწუხებინა. ახალგაზრდა ვერხოვენსკიმ დაარწმუნა უკვე, შპიგულინების მუშები ყველანი ტყავგასაძრობები არიანო. ვერხოვენსკი ეს ერთი ხანია დიდი ავტორიტეტი გამხდარიყო მისთვის. დაიცა თუ ყველაფერი არ გასხოვინო, გაივლო ალბათ გულში. ცხადია ქმრის მისამართით. გააკვირით შევნიშნავ, რომ ახალგაზრდა ვერხოვენსკი თითქოს და განგებ ამჯერად თან არ ახლდა და დილას აქეთ არავის ენახა. იმასაც მოგახსენებთ ბარემ, რომ ვარვარა პეტროვნა სტუმრებს თან გამოყვა ქალაქში, იულია მიხაილოვნას ეტლით, რათა ხვალინდელი ზეიმის თაობაზე კომიტეტის უკანასკნელ სხდომას დასწრებოდა. რა თქმა უნდა, მისთვისაც საგულისხმო გამოდგა ის ცნობები, რაც ლямშინმა სტეპან ტროფიმოვიჩზე ამცნო და იქნებ გულიც აუჩქროლა. ერთი თვალის გადავლებით უგზნო გულმა ანდრეი ანტონოვიჩს, მისი მშვენიერი მეუღლე რომ ყველაფერს ასღვევინებდა. მომხიბლავი ღბილით მიუახლოვდა იულია მიხაილოვნა სტეპან ტროფიმოვიჩს, გაუწოდა ხელთათმანში გამოყვართული ხელი და ისეთნაირად მიეხალისსა, თითქოს მთელი ეს დილა მხოლოდ სტეპან ტროფიმოვიჩზე ფიქრობდა და ძალზე გაუხარდა შირო მეწვია. სიტყვაც არ უთქვამს დილანელ ჩხრეკაზე, თითქოს არაფერი იცოდა. თავის ქმრისთვის ხმა არ გაუცია, არც გაუხედავს მისკენ, ვითომც დარბაზში არც ყოფილიყო. კიდევ მეტი, სტეპან ტროფიმოვიჩი უმალ თავის სასტუმროში გააქანა. თითქოს მას არავით არ ახსნა განმარტება არ ქონდა ლემკესთან და რომც ქონოდა გაგრძელებად აღარ ღირდა. კიდევ ვიმეორებ, ჩემი ფიქრით, იმ თავისი ამაღლებული აზრების მიუხედავად, იულია მიხაილოვნამ ამ შემთხვევაში დიდი შეცდომა დაუშვა. კარმაზინოვმა ხომ დიდებულად შეუწყო ხელი. იულია მიხაილოვნას განსაკუთრებული თხოვნით ისიც მათთან ერთად გაემგზავრა ვარვარა პეტროვნასთან, რომელიც მის დასამარცხინო დიდად გაახარა ამ სტუმრობამ. სტეპან ტროფიმოვიჩის დანახვაზე კარშივი ატეხა ყვირილი, ის ყველაზე ბოლოს შემოსულიყო. ხელებ გაშლილი წამოვიდა მისკენ და იულია მიხაილოვნასაც კი აღარ დააცადა სიტყვის დამთავრება. რამდენი წელია? რა ხანია ძლივს სარგიხილედექ სოლონ ამი? გადაეხვია იგი და რა თქმა უნდა საკოცნელად ლოყა მიუშვირა. დაბნეული სტეპან ტროფიმოვიჩიც იძულებული გახდა ლოყაზე მოხვოდა. შეხ, მითხრა იმ საღამოსვე დილანდელი ამბების გახსენებისას. იმავე წუთს ეს გავიფიქრე, ვინ უფრო უნამუსოა? ის, ვინც ჩემი დამცირების მიზნით მეხვევა, თუ მე, რომელსაც ასე მეზისხება და ზურგის შეკცევის ნაცვლად ლოყაზე ვკოცნი? აბა, მიამბეთ ყველაფერი, მიამბეთ, იჩლეკდა ენას კარმაზინოვი. თითქოს დამართლად შეიძლებოდა ადამიანს ასე ერთბაშად ეამბნა მისთვის მთელი ცხოვრება 25 წლის განმავლობაში. მაგრამ ეს სულელური ჭკუასუსტობა
დიახაც შეეფერებოდა, ასე ვთქვათ, დიდკაცურ ტონს. თუ გახსოვთ, უკანასკნელად გრანოვსკის პატივსაცემად გამართულ სადილზე შევხვდით ერთმანეთს მოსკოვში. მას აქეთ 24 წელიწადი გავიელა. დაიწყო ფრიად დინჯად სტეპან ტროფიმოვიჩმა და მაშა სადამე ყოვლადარა დიდკაცურადაც. შერომ უბოდიშოდ გააწყვეტინა კარმაზინოვმა და მხარში ერთობ მეგობრულად ჩაეჭიდა. იულია მიხაილოვნა, აქ რას ვდგავართ? ჩქარა წაგვიყვანეთ თქვენთან, იქ დავსვამთ და ყველაფერს ვაამბობინებთ. მართალი თუ გინდათ, ამ გულგასივებული ქალაჩუნას ახლო მეგობარი თავის დღეში არ ყოფილვარ. შემომჩიოდა იმავე საღამოს სიბრაზისგან აკანკალებული სტეპან ტროფიმოვიჩი. ჭაბუკობიდანვე ჭირივით მძულდა. ცხადია, მასაც ასევე. იულია მიხაილოვნა სალონის სტუმრებით აივსო. ვარვარა პეტროვნა მეტად აღელვებული ჩანდა, თუმცა ცდილობდა არ დასტყობოდა ეს საღელვება. თვალი შევასწარი, რა სიძულვილით გადახედა ერთი ორჯერ კარმაზინოვს და რა წყრომით სტეპან ტროფიმოვიჩს. ეს წყრომა ეჭვიანობითა და სიყვარულით იყო გამოწვეული. სტეპან ტროფიმოვიჩს რომ ამდენ ხალხში თავი შეერწყვინა კარმაზინოვთან, მგონი მყისვე წამოვარდებოდა და იქვე სცემდა. ხო, დამავიწყდა მეთქვა, რომ აქ იყო ლიზა და რა თქმა უნდა მავრიკი ნიკოლაევიჩიც. ასეთი უზრუნველი, მხიარული და ბედნიერი ჯერა არასოდეს მენახა ლიზა. აქვე იყვნენ ახალგაზრდა ქალები და თავაშვებული ყმაწვილკაცები, იულია მიხაილოვნას ამალიდან, რომელთაც ეს თავაშვებულობა მხიარულ ხასიათად ეთვლებოდათ. ხოლო იაფასიანი ცინიზმი ჭკუად. მათ შორის 2-3 უცხო სახეც შევამჩნიე. ერთი ჩამოსული ცუნცრუკა პოლონელი იყო, მეორე ზორბა, ჭარმაგი გერმანელი ექიმი, რომელიც თვითონვე ახტაცებით ხვიხვინებდა თავის დამტვროურ რუსულზე და ბოლოს ერთი პეტერბურგიდან ჩამობძანებული ავტომატური მიხრა-მოხრისა და სახელმწიფო მოღვაწის მედიდური ერის მქონე ყმაწვილი თავადიშვილი. რაღაც უსაშველოდ გრძელი საყელოთი. მაგრამ იულია მიხაილოვნა კი ეტყობოდა, დიდად აფასებდა ამ სტუმარსა და მის შეხედულებას თავის სალონზე. სტეპან ტროფიმოვიჩმა მოხდენილად მოიკალათა სავარძელში და დაიწყო. Cher monsieur Karmazinov. Karmazinovზე არანაკლებ მოიშლიქა მან ენა. Cher monsieur Karmazinov. ჩვენი დროისა და ჩვენებრ განსაზღვრული შეხედულების მქონე ადამიანთა ცხოვრება, მიუხედავად 25 წლის შუალედისა, ერთფეროვანი უნდა ეჩვენოს კაცს. გერმანელმა სტეპან ტროფიმოვიჩის ნათქვამი ალბათ დიდ ოხუნჯობად მიიჩნია და ახვეხვინდა. სტეპან ტროფიმოვიჩი თითქოს და გაოცებით მიაჩერდა გერმანელს, თუმცა იმას აინუნში არ ჩაუგდია. თავადმაც თავისი გრძელი საყელო გერმანელისკენ მიატრიალა და პენსნეთი შეაცქერდა. ეს კია სრულიად გულგრილად. ერთფეროვანი უნდა ეჩვენოს მეთქი კაცს, გაიმეორა სტეპან ტროფიმოვიჩმა და განზრახ გააბრტყელა სიტყვები. ასეთი გახდათ ჩემი ცხოვრებაც ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ხოლო რა კი ამ ქვეყნად ბერები ჭარბობს, სახ მოაზროვნეთ და მეც სავსებით ვეთანხმები ამ აზრს. ამიტომაც მოხდა, რომ მთელი მეოთხედი საუკუნე რა მშვენივრად გამოთქმული იყო ბერებზე, წასჩურჩულა იულია მიხაილოვნამ გვერდით მშდარ ვარვარა პეტროვნას. ვარვარა პეტროვნამ არაფერი უპასუხა და ამაყად გადახედა. კარმაზინოვმა ვერ აიტანა ფრანგული წინადადების ეს წარმატება და უმალ გააწყვეტინა სტეპან ტროფიმოვიჩს თავისი მჩხავანა ხმით. რაც შემეხება მე
ამ ხრივ არხეინად გახლავარ და აგერ უკვე მეშვიდე წელია ვზივარ ჩემთვის კარლსრუეში. როცა შარშან ქალაქის საბჭომ ახალი წყალსადენი მილის გაყვანა გადაწყვიტა, ვიგრძენი, რომ კარლსრუეს წყალსადენი ჩემთვის უფრო ახლობელი და ძვირფასია, ვიდრე ჩემი საყვარელი მამულის ყველა საკითხი. რაც ეგრეთ წოდებული ქაური რეფორმების დროს წამოიჭრა. იძულებული ვარ თანაგიგრძნოთ. თუმცა გულით არა, ამოიოხრა სტეპან ტროფიმოვიჩმა და მრავლის მეტყველად ჩაკიდა თავი. იულია მიხაილოვნა სიხარულით აღარ იყო. საუბარმა ღრმა და განსაზღვრული გეზი მიიღო. ეგ სიბინძურის მილი იყო? ხმამაღლა იკითხა ექიმმა. წყალსადენისა მეთქი ექიმო, წყალსადენისა და პროექტის შედგენაშიც მე მივეხმარე. ექიმმა რიხიანად გადაიხარხარა. სხვებსაც გაეცინათ, მაგრამ ამჯერად თვითონ ექიმზე. გერმანელი კი ვერაფერს მიხვდა და ძალიან გაუხარდა, ყველანი გავაცინეო. უკაცრავად, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, კარმაზინოვ. საჩქაროდ ჩაერია იულია მიხაილოვნა. კარლსრუე იქით იყოს და მისტიფიცირება კი ძალიან გიყვართ. ამიტომაც ვერ დაგიჯერებთ. რუსი მწერლებისგან აბა რომელმა გვაჩვენა ამდენი თანამედროვე ტიპი, მიაკვლიე ამდენ თანამედროვე საკითხს, მიუთითა სწორედ იმ მთავარ თანამედროვე ნიშნებზე, რაც თანამედროვე მოღვაწის ტიპს ახასიათებს? თქვენ, მარტო ოდენ თქვენ და სხვა მარავინ. ამის შემდეგ კი გვარწმუნებთ, მამულისადმი გულგრილი ვარ და კარლსრუეს წყალსადენის მილები მირჩევნია ყველაფერს. დიახ, აჩლიფინდა კარმაზინოვი. რა თქმა უნდა, პოგოჟევის ტიპში სლავოფილთა ყველა ნაკლი ავსახე. ნიკოდიმოვში კი დასავლეთელთა ყველა მანკი. დავიჯეროთ ყველა? ჩუმად ჩაილაპარაკა ლამშინმა. მაგრამ ამას სხვათა შორის ვაკეთებ, ოღონდ ეს გამაბეზრებელი დრო მოკლა და თანამემამულეთა ყველა ეს გამაბეზრებელი მოთხოვნა დავაკმაყოფილო. ალბათ უკვე იცით, სტეპან ტროფიმოვიჩ, რომ ხვალ უდიდესი სიამოვნება გველის და უმშვენიერ ესტრიქონებს მოვისმენთ. ახტაცებით გააგზავნა იულია მიხაილოვნამ. ეს გახლავთ სემიონ ეგოროვიჩის დიდებულ ბელეტრისტიკულ ნაწარმოებთა შორის ერთ-ერთი უკანასკნელი პოეტური აღმაფრენა სახელად მეხსი. ამ პიესაში ის აცხადებს, რომ ამიერიდან წერას თავს ანებებს, არაფრის გულისთვის მეც აღარ დაწერს. კიდაც ანგელოზი ჩამოფრინდეს ციდან, ან უფრო უკეთ, თელმა მაღალმა საზოგადოებამ ემუდაროს გადაწყვეტილების შეცვლა. ერთი სიტყვით სამუდამო ტოვებს კალამს. ხოლო ამ მოხდენილი მეხსით მადლობას უძღვნის საზოგადოებას. ამდენი წლის განმავლობაში რომ ასე ახტაცებით ხვდებოდა და ასე აფასებდა მის ერთგულ სამსახურს რუსული პატიოსანი აზროვნებისთვის. იულია მიხაილოვნა ნეტარების ზღვაში ცურავდა. დიახ, გამოვეთხოვები. ვეთყვი ჩემს მეხსის, წავალ და იქ კარლსრუეში დავხუჭავ თვალებს. კარმაზინოს ლამისწრებლი მოერია. ჩვენი დიდი მწერლების მსგავსად, ჩვენ ხომ დიდი მწერლები გვყავს, ფლომად. ვერც ის იტანდა გულგრილად ქებადიდებას და მახვილი ჭკუის მიუხედავად მყის დადნებოდა ხოლმე, თუმცა ჩემი აზრით ეს მისატევებელი ცოდვა გახლავთ. ამბობენ, ერთ-ერთ ჩვენებურ შექსპირს პირდაპირ წამოუროშავს. ჩვენ დიდ ადამიანებს ასე მოგვდგამსო და სხვა. ვერ შეუნიშნავს, რომ თუ რა წამოსცდა. დიახ, იქ კარლსრუეში დავხუჭავ თვალებს. აბა, სხვა რაღა დაგვრჩენია დიდ ადამიანებს, როცა ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. უნდა საჩქაროდ დავხუჭო თვალი და ჯილდოს აღარ დაველოდოთ. მეც ეგრე ვიზამ. მისამართი დამიტოვე და კარლსრუეში თქვენ საფლავს მივაკითხავ ხოლმე, გადაიხარხარა გერმანელმა. ახლა მღვდრის გაგზავნა რკინიგზითაც შეიძლება, მოულოდნელად ჩაურთო ვიღაც ყმაწვილ კაცმა. ლამშინი ახტაცების განაჭყლობინდა. იულია მიხაილოვნამ წარბი შეიკრა. ამ დროს ნიკოლაი სტავროგინი შემოვიდა.
აკი თქვენზე თქვენს პოლიციაში წაიყვანესო? პირველ ყოვლისა სტეპან ტროფიმოვის მიუბრუნდა იგი. რა ეგ მხოლოდ კერძო შემთხვევა გახდათ, გაიცინა სტეპან ტროფიმოვიჩმა. იმედია ეგ ამბავი ჩემ თხოვნაზე გავლენას არ მოახდენს, ჩაერია ისევ იულია მიხაილოვნა. და ამ უბედური შემთხვევის გამო, თუმცა არ ვიცი რა შემთხვევაა. ასეთ მოლოდინს არ გაგვიცრუებთ და ბედნიერებას არ მოგვაკლებთ, ლიტერატურულ დილაზე მოგისმინოთ. ვერაფერს ვიტყვი. მე ახლა ბედი არ მქონია ვარვარა პეტროვნა. მე კი ისევე შურებოდი პირადად გამეცნო რუსთა შორის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი და დამოუკიდებელი ჭკუის კაცი. სტეპან ტროფიმოვიჩი კი აგერ უარს გვეუბნება და ჩვენთან ყოფნა არ სურს. ამ საჯაროდ წარმოთქმულ ქებას წესით ყური უნდა მოუყრუო, მოუჭრა სტეპან ტროფიმოვიჩმა. მაგრამ არ მჯერა, ჩემი საცოდავი პერსონა ასე აუცილებელი იყოს თქვენი ხვალინდელი ზეიმისთვის, თუმცაღა სუმთლად ნუ გამიგიჟეთ კაცი, შესძახა პიოტრ სტეპანოვიჩმა, რომელიც მოულოდნელად შემოიჭრა ოთახში. ცლივს მოვიყვანე ჭკუაზე და უცებ ერთ დილას ამდენი რამ, ეს ჩხრეკაო, ეს დაჭერაო, აქ პოლიციელმა ქეჩოშიც კი სტაცახელი და ახლა კი ქალაქის გამგებლის სახში მანდილოსნები გუნდრუგს უკმევენ. ვიძრო ყოველი ძარღვი უთრთის აღტაცებისგან. ეგეთი ბენეფისი სიზმრადაც არ მოლანდებია. რას არ შესწამებს ახლა სოციალისტებს? მაგას ვერ დაგიჯერებს პიოტრ სტეპანოვიჩი. სოციალიზმის იდეა ისეთი დიადი იდეაა, რა მგონია სტეპან ტროფიმოვის არ ესმოდეს. თავი გამოიდო იულია მიხაილოვნა. იდეა კი დიდია. ოღონდ მიმდევარი არ ყავს დიადნი prison la mon cher და მოვჩეთ ამით ჩემო ძვირფასო. დასკვნა სტეპან ტროფიმოვიჩმა შვილის მისამართით და მოხდენილად წამოიმართა სეზე. ამ დროს ერთი მოულოდნელი ამბავი მოხდა. ფონ ლემპკე კარგახანია უკვე სალონში იმყოფებოდა, მაგრამ ყველა თვალს არიდებდა. იულია მიხაილოვნა კვლავ წინანდელ გადაწყვეტილებაზე იდგა და ადრინდელივით ზედაც არ უყურებდა თავის მეუღლეს. კართან გაჩერებული ლემპკე მოღუშული, გოროზის სახით უგდებდა ყურს საუბარს. რომ გაიგონა დილანდელ ამებზე ლაპარაკობდნენ, მოусვენ რა დაწრიალდა. ჯერ თავაც მიაჩერდა, ეთყობა მისმა გრძელმა გახამებულმა საყელომ განაცვიფრა. მერე როცა ახალგაზრდა ვერხოვენსკის ხმა გაიგონა და შემოსულიც დაინახა, თითქოს შეკვრთა. და რაც ამ სტეპან ტროფიმოვიჩმა ის თავისი სენტენცია დაასრულა სოციალისტებზე, ლემპკე მოულოდნელად მისკენ დაიძრა, გზაში ლამჩინს გაკრა გვერდი და ისიც ყასიდი გაოცებით გახდა უკან, მხარზე იტაცა ხელი და ისეთნაირად დაიმაჭა თითქოს მხარი მოამტვრიესო. სენტენცია გახლავთ მორალური ხასიათის გამონათქვამის ზნეობრივი დარიგება. ფონ ლემპკემ შეშინებულ სტეპან ტროფიმოვის სტაცახელი და ღონივრად მოუჭირა. კმარა ჩვენი დროის ფლიბუსტიერები უკვე გამომჟღავნებულია. ხმა კრინტი ზომები მიღებულია. განაცხადა ლემპკემ ენერგიულად. ყველაზე საოცრად იმოქმედა ამ სურათმა. ყველა მიგრძნო რომ საქმე მთლად რიგზე ვერ იყო. მე დავინახე როგორ ეცვალა ფერი იულია მიხაილოვნას. ეს ამბავი სულელური შემთხვევით დამთავრდა. ლემპკემ რომ გამოაცხადა ზომები მიღებულიაო, გატრიალდა და კარისკენ სწრაფად წავიდა. მაგრამ ორი ნაბიჯის შემდეგ ხალიჩას წამოედო, წაბორძიკდა და კინაღამ დაეცა. წამით შეჩერდა. დახედა იმ ადგილს, სადაც ფეხი წამოედო. გამოიცვალოსო, ხმა მაღლა ბრძანა და გავიდა. იულია მიხაილოვნა გაეკიდა. მისი გასვლისთანავე ერთი ხმაური ატყდა. ვერ გააჩევდი ვირას ამბობდა. ერთნი იძახდნენ,
კაცი მოიშალაო, მეორენი ასე სცოდნიაო, მესამენი შუბლთან იტრიალებდნენ თითს, კუთხეში მდგარმა ლიამშინმა ორი თითი რქასავით დაიდგა თავზე. ჩურჩულებდა რაღაც ოჯახურ უსიამოვნებაზე. წასვლას არავინ აპირებდა. იულია მიხაილოვნა 5 წუთის შემდეგ დაბრუნდა. ვერ გეტყვით რა მოახერხა. ცდილობდა კი დამშვიდებული გჩვენებოდა. ორჭოფულად თქვა, ანდრეი ანტონოვიჩი ცოტა აღელვებულია, მაგრამ არა უშავს, ბავშვობიდანაც ეს ჩვევია. კარგად ვიცი მისი ამბავი და ხვალინდელი ზეიმი. რა თქმა უნდა, გუნებაზე მოიყვანსო. შემდეგ კიდევ 1-2 ტკბილი სიტყვა უთხრა სტეპან ტროფიმოვიჩს, ისიც მხოლოდ ზრდილობის გულისთვის. და ხმამაღლა გამოაცხადა, კომიტეტის წევრებმა ახლავე გავხსნათ სხდომაო. მაშინ კი მოისაძრეს კომიტეტის არაწევრებმა შინ წასვლა, მაგრამ ამ უკუღმართ დღეს მშვიდობით დასრულება არ ეწერა. რა წამს ნიკოლაი სტავროგინი შემოვიდა, შევამჩნიე, რა დაკვირვებით შეხედა ლიზამ და მერე ისევ გაუშტერდა მასზე თვალი. მე კი არა და სხვებმაც მიაქციეს ყურადღება. ისიც დავინახე, როგორ გადაიხარა მისკენ მავრიკი ნიკოლაევიჩი რაღაცის სათქმელად, მაგრამ ეთყობა გადაიფიქრა. გასწორდა და დამნაშავესავით გადმოქმედა ყველას. საზოგადოების ყურადღება ნიკოლაი სტავროგინმაც მიიპყრო. სახეჩვეულებრივზე უფრო გასცრეცოდა და ძალზე უგულისხმურად იყურებოდა. მართალია სტეპან ტროფიმოვიჩს კი კითხა დილანდელი ამბავი, მაგრამ მგონი იმ წუთსვე გადაავიწყდა მისი არსებობა და არც დიასახლისის მისალმება გახსენებია. ლიზასთვის ერთხელაც არ შეუხედავს. დაზუსტებით შემიძლია ეთქვა, რომ ისიც ვერ შეამჩნია, როცა იულია მიხაილოვნას სიტყვების შემდეგ დროს ნუ დავკარგავთ და კრება გავხსნათო, წუთით დუმილი ჩამოვარდა. მოულოდნელად ლიზამ ხმამაღლა, დიახ, განზრახ ხმამაღლა მიმართა სტავროგინს. ნიკოლაი ვსიევოლოდოვიჩ, ერთი კაპიტანი, მგვარად ლები ატკინი უკადრის წერილებს მწერს. ის თქვენს ნათესავად აცხადებს თავს. ირწმუნება მისი ცოლის ძმავარო, წერილებში თქვენ გიჩივით, წერს მის საიდუმლოებებს გაგიფხელთო. თუ მართლა თქვენი ნათესავია, აუგრძალეთ ჩემი შეურაცხყოფა, მიხსენით ამ უსიამოვნებისგან. ეს რომ გამოწვევა იყო და საშინელი გამოწვევაც, ამას ყველა მივხვდით. ეს რომ ბრალის შეწამება გახდათ, ესეც ცხადად იგრძნობოდა, თუმცა იქნებ თვითონ ლიზასთვისაც მოულოდნელი იყო. თითქოს თვალები დახუჭა და სახურავიდან გადაეშვა. მაგრამ სტავროგინის პასუხმა კი უფრო გაგვაოცა ყველა. ლიზას დინჯად მოусმინა, თითქოს არც გაკვირვებია და არც წყენია მისი სიტყვები. მაშინვე უბრალოდ მტკიცედ მიაგება პასუხი ამ საბედისწერო კითხვაზე. დიახ, საუბედუროდ მე იმ კაცის ნათესავად ვითვლები. აგერ უკვე 5 წელია, რაც მისი დის, დაბადებით ლები ატკინას მეუღლე გახლავართ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ თქვენს მოთხოვნას დაუყოვნებლივ გადავცემ და გაძლევთ პირობას. ამიერიდან აღარ შეგაწუხებთ. ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება, რა შედრწუნება გამოეხატა ვარვარა პეტროვნას სახეზე. იგი გიჟივით წამოიწია სკამიდან და თითქოს თავს იცავსო, მარჯვენა ხელი ასწია. ნიკოლაი სტავროგინმა შეხედა დედას, ლიზას, ამ სურათის სხვა მაყურებელთ და უცებ რაღაც უსაზომო სიამაყით გაიღიმა. მერე აუჩქარებლად გავიდა ოთახიდან. ყველამ დავინახეთ, როგორ წამოხდა მაშინვე ლიზაც, უკან რომ გაკიდებოდა, მაგრამ გონს მოვიდა და კი არ გაზდია ნელი ნაბიჯით გავიდა. არც ის დალაპარაკებია არავის და არ შეუხედავს არავისთვის. რასაკვირველია, მავრიკი ნიკოლაევიჩი მყის უკან მიჰყვა. თუ რა ამბავი და მითქმა მოთქმა ატყდა ქალაქში, ამაზე არას ვიტყვი. ვარვარა პეტროვნა შინ ჩაიკეტა. ნიკოლაი სტავროგინმა როგორც თქვეს, პირდაპირ სკვარეშნიკში გასწია. დედა აღარ უნახავს. სტეპან ტროფიმოვიჩმა საღამოს სეტშეღა მისთან გამგზავნა, შეეხვეწე, ნებადამრთოს მივიდეო, მაგრამ მე არ მიმიღეს. სტეპან ტროფიმოვიჩი თავს არ დაცემული იყო, ტიროდა. ეს რა უბედურება, რა სირცხული და თავის მოჭრა ოჯახისთვისო, იმეორებდა ყოველწამს. თუმცა არც კარმაზინოვს ივიწყებდა და ლანძღავდა, მხნედ ემზადებოდა აგრეთვე ხვალინდელი ზეიმისთვის და სარკის წინ ტრიალებდა. რასიზამ
ასე ჩვევია თურმე პოეტურ ბუნებას, იხსენებდა იმ მოსწრებულ სიტყვებსა და კალამბურებს, რაც თავისი ცოცხლეს შეეთქვა და ცალკერვეულშიც ჩაეწერა, უნდოდა ხვალინდელი კითხვის დრო შიგადაშიგ ჩაერთო. ჩემო მეგობარო, მე ამას დიადი იდეისთვის ვაკეთებ, იმართლებდა თავს ჩემთან. შეხ ამი 25 წელიწადი ერთ ადგილზე კუტივით ვიჯექდა, ახლა დავიძარ. საით მეც ახარ ვიცი.